დროული კითხვები. ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დებატები. მოგესალმებით, დღეს შაბათია და ტრადიციულად მე, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი, წარმოგიდგენთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიას ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. რა თემებზე გვექნება დღეს საუბარი და ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები, რა თქმა უნდა, ჯერ თემების მიმოხილვით დავიწყებთ. არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, დღევანდელი საზოგადოებრივი დისკუსიის თემა, ევროპასთან ურთიერთობები, ევროსტრუქტურების შენიშვნები, რამდენად ლეგიტიმურია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში მათი წუხილები და შენიშვნები, არის თუ არა ჩამკეტი მექანიზმი ხელისუფლება, როგორც ამას ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს ევროპასთან ურთიერთობისას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკის ნიუანსები, შეუშლის თუ არა ეს ერთმანეთს ხელს, როგორი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, არის თუ არა რაციონალური ხელისუფლების პოლიტიკა აღნიშნულ საგარეო ურთიერთობების ფლანგზე. რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური ინსინუაციებიც იქნება ყველაფერთან ამ საკითხებთან კვეთაში, ბუნებრივია ერთმანეთის გარეშე ეს ორი არ არსებობს ეს ორი პოლიტიკური მდგენელი, შესაბამისად დღევანდელი დისკუსიის ფარგლებში ჩვენ ვიმსჯელებთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. რისკები და დივერსიფიკაცია, ვინ როგორ უყურებს ამ ფაქტორებს, რა არის ხელისუფლების ძირითადი არგუმენტები და რაში მდგომარეობს ოპოზიციური წუხილები. დღევანდელი დისკუსიის მონაწილეების ვიდრე წარმოგიდგენდეთ, მინდა რომ ჩვენ ინტერაქტივს გავეცნოთ. ინტერაქტივის თემა იქნება ასე ვთქვათ ერთგვარი გამსაზღვრელი ჩვენი მაყურებლის და მსმენელის და შესაბამისად მათი პოზიციების გაზომვა ხდება ამ ტელეეთერის ფარგლებში ბუნებრივია. შესაბამისად ინტერაქტივში სატელეფონო ზარი უფასოა, ამიტომ ყველას აქვს საშუალება რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რეჟისორს თხოვ გამოვიტანოთ ეკრანზე ჩვენი ძირითადი გადაცემის კითხვა, ინტერაქტივი იქნება შემდეგი სახით ფორმულირებული. მისაღებია თუ არა ხელისუფლების ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის კურსი, რა თქმა უნდა, სამი სავარაუდო პასუხია, დიახ, არა, მიჭირს სავარაუდო კი არა კონკრეტული პასუხი, დიახ, არა, მიჭირს პასუხის გაცემა. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს საშუალება დარეკოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ისევე როგორც YouTube არხზე QR კოდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება, რამდენად რაციონალურია ხელისუფლების პოლიტიკა ევროსტრუქტურებთან მიმართებაში, რას ვიგებთ და რას ვაგებთ. მაშასე წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონები პაატა ლომთათიძე, გახლავთ პოლიტიკური მიმომხილველი, ჩვენთან წამყვანიც გახლავთ ტელერადიო კომპანია Georgian Times-ში, ლადო ბოჟაძე, გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გვენეტაძე გახლავთ პარტია გირჩის წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი და ბატონი გიორგი რეხვიაშვილი, ის გახლავთ იურისტი, ადვოკატი და ოპოზიციის მხარდამჭერი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ პირდაპირ ეთერში. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. ბატონ გიორგი, თქვენ პირველად ბრძანდებით, ამიტომ გიორგი გვენეტაძეს მივცემ პირველ სიტყვას და ჩამოვაყალიბოთ ის პოზიციები, ის ძირითადი წუხილები, რაც თქვენ გაქვთ. თქვენი პარტია ამ შემთხვევაში ხშირად პოზიციონირებს როგორც ერთგვარად ძირითადი მაგისტრალური ხაზით, რომ ხელისუფლებას არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია, რომ ის არ არჩევს მეგობრებს დასავლეთში და ჩვენ ვერავის იმედი ვერ გვექნება საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების პოლიტიკას და რაში მდგომარეობს თქვენი შენიშვნები? გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ მაყურებლებს, მადლობას გიხდით რომ მომიწვიეთ. იმედია უფრო ხშირად შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს. მოგესალმებით კოლეგებო. კი, ესე იგი, რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ თემას ევროპულ, ესე იგი, სტანდარტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ძირითადი ევროპული სტანდარტები არ შეიძლება დავიყვანოთ რაღაც, როგორც თქვენ მთავრობას ჩვევია, დავიყვანოთ რაღაც რეზოლუციებამდე, რაღაც პოლიტიკოსების გამოსვლებამდე, ევროპაში დაშვებული შეცდომებამდე და ასე შემდეგ. ძირითადი ევროპული სტანდარტები არის ის, რასაც ჩვენ სრულებით აცილებული ვართ. აი მაგალითად, ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში, სადაც ერთ კაცი არის დამოკიდებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილებები. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი და წესიერი სასამართლო, სადაც ადამიანი სამართალს იპოვის. ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი ქვეყანაში. ჩვენ ესე იგი კერძო საკუთრება წესერად დაცული არ გვაქვს, უფრო მეტიც ქვეყნის 80% ეკუთვნის მთავრობას და არა ხალხს.
80% სიმდიდრე სგულისხმობ. შეზღუდული გვაქვს გამოხატვის თავისუფლება 1000-ნაირი კანონებით, მათ შორის აი ერთპარტიულ პარლამენტში მიღებული კანონებით. და არ გაგვაჩნია ქვეყანაში. მოდით დავაკონკრეტოთ ეს მუხლი. არა, უბრალოდ გამოხატვის თავისუფლება თუ გაქვთ, ვერ იქნებოდით ამ ეთერში. ანუ გამოხატვის თავისუფლების გარკვეული შეზღუდვებს შეიძლება. ზოგი ადამიანი ციხეში კაცო. ესე იგი, არა გვაქვს ქვეყანაში წესიერი თვითმმართველობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაცხადებული გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკას კი გვაქვს. ხო და აი იმის მაგივრად რომ ჩვენ აი ამ საქმეებს მივხედოთ, ჩვენი მთავრობა ქართული ოცნება ძირითადად სულ ეძებს რაღაც შეცდომებს. კი, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემებია ევროპაში. არასდროს ჩვენ ამას არ უარყოფთ. ბევრი პრობლემები აქვს, ბევრი სირთულეებია, ბევრ შეცდომებს უშვებენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი მთავრობა ძირითადად აი ამ სირთულეებს და პრობლემებს ეძებს, დღე-დაღამე მაგაზე ელაპარაკება ადამიანებს და საერთოდ არ საუბრობენ იმაზე, რა უბედურება არის ჩინეთი, რა უბედურება არის რუსეთი, რა უბედურება არის ირანი, როგორი წესრიგია მაგერ თურქეთში მაგალითად და ჩვენ საით უფრო უნდა ვიყოთ მიმართული. ხო და ქართველმა ადამიანებმა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლეთში, ჩვენი მომავალი არის დასავლეთში. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს და ყოველთვის ერთი არჩევანი ჰქონდათ. დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციისკენ. მე მაგალითად სხვა, ესე იგი, სხვა სფერო არ მეგულება და სხვა ადგილი ამ პლანეტაზე არ მეგულება, სადაც შეიძლება იარსებოს ისეთმა სახელმწიფოებმა, პატარა სახელმწიფოებმა, როგორიც არის მაგალითად სან-მარინო, მანაკო, როგორიც არის, რავი, ლუქსემბურგი, ლინხენშტეინი და უამრავი სხვა. ერთადერთი ესეთი სივრცე, სადაც ესეთმა სახელმწიფოებმა შეიძლება იარსებონ, არის დღესდღეობით ევროკავშირი. ხო და ამიტომ მე ურჩევდი მთავრობას, რომ თავი დავანებოთ აი ეს რაღაც რიტორიკას გულისხმობთ, ხო? დიახ, თავი დავანებოთ აი ესე ვთქვათ პროპაგანდისტულ მეთოდებს და ადამიანებს მარტო ერთ რამეზე რო ველაპარაკებით, ცუდ რამეზე რო ველაპარაკებით და იმაზე ვილაპარაკოთ თუ რა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში გასაკეთებელი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ქვეყანა, რასაც მართლა ევროპული ქვეყანა ქვია. ხო, ეს იქნებოდა მოკლედ ჩემი პოზიცია და შემდეგ კი ბატონო, გავშალოთ დისკუსია. შემდეგ ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ბატონ ლადოსთან გადავალ შეკითხვით, იმიტომ რომ პრინციპში ის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს უფრო ახლოს კი მმართველობით გოთან და შესაბამისად გარკვეულწილად რიგ კითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა. ნუ ბატონი გიორგის მოსაზრებები გასაგებია, თუმცა მე პატარა შტრიხს ჩავაგდებ დისკუსიის გაშლისათვის, თუ ვიმსჯელებთ თქვათ იგივე რაღაც მმართველობით ფორმებზე კანონდარღვევებზე ან მედიასთან დამოკიდებულებაზე ჩვენ მაგალითად ანალოგიურ შემთხვევებში შეგვიძლია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოვიძიოთ, სადაც აგერ ხვალზე урсуლა фон დერ ლაიენი და მარტა კოსი აპირებენ სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმებას და მაშინ ეს არ არის სტანდარტების დარღვევა. ნუ ეს შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ამას გასცეთ პასუხი, თუ ეს ერთისთვის ერთი სტანდარტია, მეორესთვის სხვა სტანდარტია და ბატონ ლადო, ანუ პროპაგანდისტული რიტორიკა არის, ასე ვთქვათ, დამღუპველიო ზოგადად, იმიტომ რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოების არის პროევროპული და უნდა იყოს. თქვენი პასუხები აი იმ არგუმენტებზე, რაც ბატონმა გიორგიმ ეთერში წარმოგვიდგინა. მოგესალმებით, ეკა მივესალმებით ჩვენს მენას და მაყურებელს, განისნებარ თვით პირველ რიგში როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბოდიში მოუხადო საქართველოს მოქალაქეებს იმ უსიამოვნო ინციდენტზე, რომელიც გუშინ მოხდა პარლამენტში და იმეც ვიტოვებ, რომ ეს მოწვევა ისე დასრულდება, რომ ასეთი ინციდენტები აღარ იქნება. რაც შეეხება კითხვას, აქ სწორედ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვს ევროკავშირის ბიუროკრატიას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, თან აქვს ბოლო წლებია, რაც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. ზოგადად ის, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფოც უნდა გავიზარდოთ და გავიზარდეთ, თუ 36 წლის არის ჩვენი ქვეყანა თითქმის, ხო, 35 წლის იუბილეა აღნიშნეთ ხელახლა დამოუკიდებლობის აღდგენის, ასევე ქართულმა ხალხმა საკმარისე მეტი გამოცდილება მიიღო და ყველა კარგად ხვდებით, რომ არც ერთ სახელმწიფოს და არც ერთ გაერთიანებას არ აქვს კეთილშობილური დამოკიდებულება ეს პოლიტიკა პრაგმატულია, სხვანაირად კეთდება ეს ყველაფერი და ეს ილუზიები, რომ თავის დროზე რაღაცა დაგვეხმარებოდა, ან უანგაროთ, ან რაღაცა იმეს უნდა ჩვენი გაძლიერება და ასე შემდეგ, ეს ილუზიები ნელ-ნელა აღარ არსებობს და კარგად ხვდება ჩვენი მოხდახდაობაც, რა ხდება ამ მიმართულებით და თუ გავიხსენებთ ჩვენ იგივე
რა ხდება მათ შორის ევროკავშირში, გულისხმობ თუნდაც კანონმდებლობის თვალსაზრისით, ხო? ერთის მხრივ ჩვენ გვსაყოველებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, იგივე კანონს, რომელიც თავად ევროკავშირის არაერთო სახელმწიფოს აქვს, იგივე კანონი და კიდევ უფრო მკაცრი კანონი, რომელიც ჩვენი კანონის მიღების მერე მიიღო მათ შორის იგივე საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმა, შეგახსენებთ თქვენ, რომ მათ შორის ფარას კანონი, რომელიც ჩვენ ფაქტიურად ერთ-ერთზე გადმოვაკოპირეთ, გულისხმობ ამერიკულ კანონს და თავად კონგრესში დაიწყეს უკვე მუშაობა ამ კანონშიც კიდევ უფრო მეტი ცვლილებების შეტანის თაობაზე, წარმოგიდგენთ, როცა საფრანგეთს ვლაპარაკობთ ამერიკაზე და მათ ჭირდებათ ასეთი კანონმდებლობა, რომ გარე გავლენებისგან დაიცვან საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამიტომ იყო ის კანონმდებლობა, რომელიც მიიღეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ სასაყვედუროა. მეორე მხრივ გავიხსენოთ, რას გვედავება ეს ხალხი, გვედავება იმას და ჩვენ ქრისტიანულ ცივილიზაციაზე საუბრობდით, აგერ ბატონო გიორგიმაც ახსენა და გიახ ევროპა და ქრისტიანობა და ცივილიზაცია ეს იყო ჩვენი არჩევანი ყოველთვის და არის და იქნება მომავალშიც ეს კონსტიტუციაშიც გვიწერიათ იცით თქვენ, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ასევე აღმოჩნდა ქრისტიანული ევროპისთვის თუ ასე შევხედავთ მიუღებელი. რატო? იმიტომ რომ ახლა სხვა იდეოლოგიები უფრო ბოდიში ბატონო თუ შეიძლება ვილდბად კროითის რეგიონში ბავარიაში ცერემონია გაიმართა ბუნდესტაგის ორი დეპუტატი მამაკაცი ოფიციალურად დაქორწინდა. ხო, ოფიციალურად დაქორწინებული მამაკაცი არ ყავდა, აქ მიხედავთ ჩამოყანილი კაცო მიტინგზე და პირდაპირ გითხრა რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და ამასთანავე 150 მილიონი მამაკაცი არ დაქორწინებულა. კი, უბრალოდ ეს რომ ოფიციალურად დაკანონებული ამაზე გვაქვს საუბარი. მაგის გარდა ჩვენ შეგვიძლია იგივე პოლონეთის მაგალითი ვახსენოთ, რომელიც ისიც თქვენ რომ ასევე ქრისტიანული კათოლიკური სახელმწიფოა და ერთ-ერთი კონსერვატორული ამ თვალსაზრისით და მათი შიდა კანონმდებლობა გრძალავს. და რახან ახლა პოლონეთი დიდი სახელმწიფო ამდენი ვერ გაუბედეს, თუმცა პოლონელებმა წყვილმა რომელიც სხვა ქვეყანაში დაიწერა ჯვარი, დაავალა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს იგივეს გაკეთება. და ვხედავთ კიდევ ჩვენ ამ საყვედუროს, მაგრამ კიდევ მეორე თქვენ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მაგალითად იგივე ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან ჩვენ 80% ფაქტობრივად შესრულებული გვაქვს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით ჩვენ დაახლოებული ვართ მაგალითად აი ჩვენო მოქალაქეებმა რომ იცოდნენ მართვის მოწყობა ჩვენ ორ ეტაპიანზე გადავედით გულისხმობ მეორე ეტაპი რეალურ დროში ასე ვთქვათ ქალაქში იტარება ეს სწორედ ევროპული სტანდარტია და ევროკავშირის ვალდებულება და ბატონო თუ ეს ყველაფერი შესრულებული გვაქვს თქვენ შორის ეს რიტორიკა რატომ არის ეს რიტორიკა მარტივი ნახეთ რიტორიკა არის ძალიან მარტივი რომ ევროკავშირს უნდა გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაგვავალოს ისეთი რომელიც ჩვენც არის მიუღებელი მათ შორის კანონმდებლობის გაუქმება რომელიც ვახსენეთ იცით თქვენ მალავენ ესენი და პირდაპირ ამბობენ და მეორე იყო პირდაპირ ზეწოლა იმაზე რომ ჩვენ ღიად ჩავთულიყავით რუსეთ-უკრაინის ომში. მადლობა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა ეროვნული ღირებულებების და სხვა შიდა ნორმატიული აქტებისში ჩარევა შიდა სუვერენულ საკანონმდებლო სივრცეში შემოჭრა ბატონ გიორგი თქვენთან გადმოვდივარ და კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი მათ შორის სხვადასხვა სტანდარტები ევროკავშირის სტრუქტურების სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში. თქვენი კონტრარგუმენტები ხელისუფლების არგუმენტების საწინააღმდეგოდ რა არის და წარმოგვიდგინეთ თქვენი პოზიცია. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ხო, აქ მნიშვნელოვანი საკითხებია და არ შეიძლება რომ მხოლოდ კითხვები რაღაც ერთი მიმართულებით დაისვას, მნიშვნელოვანია რომ ზოგადი წარმოდგენა გქონდეს ამ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ დივერსიფიკაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი. რა თქმა უნდა, არავინ არ არის საღათმო აზროვნე ადამიანი წინააღმდეგი რომ დივერსიფიკაციის, ჩინეთთან ურთიერთობების, დალაგების, იქნება სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა ურთიერთობების ჩამოყალიბების აქ არის მნიშვნელოვანი და ზოგადად დივერსიფიკაცია კარგია იმ დროს, როდესაც ახალ პარტნიორებს იჩენ და არ ხდება ჩანაცვლება ერთი პარტნიორით მეორესი, ხო? ანუ ჩვენი 30 წელი არის ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი და არა მარტო უსაფრთხოების გარანტი, ხო ჩვენი კონსტიტუციას გვეუბნება 78 მუხლი, რომ სახელმწიფოს ყველა ორგანო უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ
შევიდეს ევროკავშირში, ნატოს წევრი გახდეს და ევროპული მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. და რეალურად ჩვენ რას ხედავთ, ხო? ანუ უარს ვამბობთ ჩვენ რუსეთზე, უარს ვამბობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ ჩინეთთან. და შეგახსენებთ, რომ ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც აი ახლა ცოტა ხნის წინ იყო გაეროს რეზოლუცია, სადაც იყო საუბარი საქართველოს დედვილებთან დაკავშირებით, რომელზეც თავი შეიკავა, მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას და ვინ დაუჭირა მხარი, დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა, იაპონიამ და ასე, ვინც რეალურად აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და არა ჩინეთი, რომელმაც ვერ გაბედა იმისი თქმა, როდესაც თან მით უმეტეს ხელმოწერილი გვაქვს დოკუმენტი იმის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, იმის თქმა, რომ დაეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, ეღიარებიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შესაბამისი მხარდაჭერა გამოეცხადებიან. ანუ ეს არის მოჩვენებითი მხარდაჭერა, რომელიც არის ამ შემთხვევაში აზიის მხრიდან და მოგეხსენებათ არა მარტო ჩინეთი, აქ არის კიდე ირანიც ამ შემთხვევაში, წინააღმდეგი წავიდა რუსეთი, ბელორუსი, ჩრდილოეთ კორეა, ხო ხვდებით, ანუ რა განსხვავებებზეა საუბარი, ანუ ჩრდილოეთ კორეაზე საუბრობთ, რუსეთზე საუბრობთ, ბელორუსზე საუბრობთ და მეორე მხარეს არის ცივილური სამყარო, ეს არის ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და რა თქმა უნდა აქ მარტივი არის აღნიშნულის გამიჯვნა და ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა რეალურად ქვეყანა განვითარდეთ, უნდა მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რა რეკომენდაციებსაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ და რას გვეუბნებიან ახლა რაღაც არის ხოლმე მოსაზრება, რომ დასავლეთი რაღაცა IT-ის დაქნევით გვესაუბრება, მოთხოვნებს გვიყენებს ჩვენ, თუმცა რეალურად რა გვაქვს, ხო, ანუ გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება უნდა განავითაროთ, უნდა იყოს თავისუფალი მედია, უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, მედია თავისუფლებაზე არის საუბარი, მაგრამ რა ვხედავთ, ხო, ჩვენ საპირისპირო მიმართულებით მივდივართ, ხდება ზეწოლა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციაში არის შეტანილი სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, აბა ვერც ერთი ვერ დამისახელებთ ერთ ქვეყანას. სახელმწიფოებს ატვარეუნებიოთ ხოლმე ერთ დავასრულოთ ბატონო ლადო, ერთი ქვეყანა მითხარით, სადაც ერთპარტიული დემოკრატია არსებობს, ხო? ანუ რეალურად ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ რო გაითვალისწინოს ის არჩელი, რომელიც ქართულ ოცნებამ წარადგინა სასამართლოში და დააკმაყოფილოს და ეჭვს არ მიპარება ალბათ დააკმაყოფილებს, მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას და ერთპარტიული მმართველობა და დემოკრატია არის ერთმანეთისგან გამომრიცხველი გარემოებები და ჩვენ ვერ ვიტყვით ვერც ერთ ქვეყანაზე რომ არის ერთპარტიულობა და არის დემოკრატია. ხდება ასე თქოს ზეწოლა კიდევ პოლიტიკოსებზე, ხო, შეთითქმელი რაღაცა ბრალდებებით არის ახლა სასამართლო სხდომები ჩვენ ვადევნებთ. თავს ახლა მე ადვოკატი ვარ, იურისტი ვარ, ჩართული ვარ არაერთ საქმეში და ვიცი დეტალურად რა ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში. მაგალითად მოგიყვანთ ახლა ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ედავებიან საბოტაჟს, ედავებიან რომ რაღაცა პარლამენტში შეჭრისკენ მიუთითებდა, თუმცა ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, თარიღს, თუ რა ეცვა, რას მიუთითებდა, იყო საუბარი პროკურორი და ჯვარდინ დაკითხვის დროს, რომ ეკითხებოდნენ მოწმეს, რომ რეალურად თუ მოუწოდებდა პარლამენტ შესვლისას, ანუ რას ეუბნებოდა სიტყვასიტყვით რომ გაემეორებია, არა, ანუ არ ესმოდა, იყო ჟესტიკულაცია. მე იყო საუბარი მაშინ რა ჟესტიკულაციით მიმართავდა, არა, არ ახსოვდა ჟესტიკულაცია. რომელ საათზე იყო? აჩვენებდნენ ვიდეო კადრებს. აჩვენებდნენ ვიდეო კადრებს, ანუ მოწმეს სად იდექით ამ დროს, ვერც ამას ადასტურებდა. განაჩენების რაოდენობა სასამართლოში რამდენი გამართლებული მოგეხსენებათ რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების შედარებით გაზრდილია გამართლებელი განაჩენები, თუმცა აქ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში და პოლიტიკურ საქმეებზე შეგვიძლია თქვათ, რომ 99.9% არის გაუტყუნებელი განაჩენები. ანუ აქედან გამომდინარე, აქ არის აი მარტივად რო ავიღოთ რა, ანუ შერჩევითი სამართალი გვაქვს, ეს ხო მარტივია, ხო, ანუ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ რაღაცა იმაში აქტივობაში არ არის ჩართული, შეუძლია მარტივად შეადაროს აი ორი მოვლენა, მაგალითად, მინდა ხაზი გაუსვოთ აქტუალური არის დღეს. მაგალითად მზია ამაღლობელი, რომელმაც რაღაცა სახეზე შეეხო პოლიციელს, ის იხდის სასჯელს და გუშინ ჩვენ ნახეთ პარლამენტში და თქვენ ესწრებოდით დავასრულებთ და კი, მაგრამ დიდხანს საუბრობთ და დისკუსიის ფორმატია. თქვენ ნახეთ, რომ აი მაგალითად საპატივცემულო ადამიანი, რომელიც იყო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მიაყენა მძიმე დაზიანება კონკრეტულ პოლიტიკოს, ხო? აი დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში რომ არ გამოძიებაც კი არ დაიწყება მის მიმართ, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენას, კადრებში რაც ჩანდა
ახლა დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ხედავთ რომ ზიანობლობელი დღესაც იხდის საჭიროა. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი და კარგით. არა, თავისუფალი სასამართლო და მართლმსაჯულება არ არსებობს. ერთპარტიული მმართველობაზე რო საუბრობთ. უკრაინაში არის თუ არა ერთპარტიული მმართველობა? ახლა უკრაინა არის ომში ჩართული ამ შემთხვევაში და მოლდოვაში არის თუ არა ერთპარტიული მმართველობა? სომხეთში არის თუ არა ერთპარტიული ერთი პარტია, არა, აქ სხვადასხვა რაღაც, არა, სხვადასხვა, არა, სწორად ვიქნებთ ახლა მიმართულება. არა, ერთი პარტია მართავს და ერთი პარტია მართავს. ერთი პარტია მართავს და ერთი პარტია უმრავლესობაში არის პრობლემა. თუ საქართველოსთვის არის ის პრობლემა, რომ ქართული ოცნება არის უმრავლესობით პარლამენტში, ქართული უმრავლესობის მთავრობა ყავს. რამდენი პარტია არის უკრაინაში ევროპისთვის? სხვადასხვა სანდუმ არ მოიგო არჩევნები და არ არის უმრავლესობაში პარლამენტში. ერთი პარტია ან კოალიციური ახლა პაშინიან არ მოიგო. თავისთავად. აზერბაიჯანის კოალიციური მმართველობაა. ამაზე არ ვსაუბრობ, მე ახლა მე მაგას გეუბნები, ევროპაში მე რომ საყვედურობს. სხვა ხობა. რაც ეხა იგივე ბატონმა გიორგი პარტიები იქნება აკრძალული. პარლამენტში. მე გულისხმობ, რომ ქვეყანაში რო არჩევანი არ იქნება, პარლამენტში ეს ორი საარჩევნო სუბიექტი რო არის. დანარჩენი სამი რო არ შემოვიდა, ეს ვისი ბრალია? სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობთ. მე ვსაუბრობ, რომ საკუთრივ სასამართლომ რო დააფტკიცოს ეს სარჩელი, ვიღებთ, რომ ქვეყანაში არა ერთ პარტიულ მმართველობაზე არ არის მარტო საუბარი. ერთი პარტია იქნება მხოლოდ ქვეყანაში, რაც არის არა უკრაინაში არის აკრძალული პარტიას რო არ კრძალა. მოლდოვაში არის აკრძალული, სასამართლო გაკეთებს ბევრი. მაგრამ არ უნდა საყვედუროთ იმას. ეს რასაც თუ სასამართლო დააკმაყოფილებს, აგერ არის თქვენი პარტია, აგერ არის გირჩი. დემოკრატია. ხოდან არჩევნები ისინი ყრია. საზოგადოებას უნდა კონდეს არჩევანის საშუალება და თუ არჩევანის საშუალება სასამართლომ არ დაუტოვა, ეს აღარ არის დემოკრატია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ყველა პარტია არსებობდა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიიღო და საკუთარ ამორჩევას არჩევნებზე მისვლაც კი აუგზავნა. კარგი, მადლობა პატალონთაძე და შეგიძლია ჩაკითვითაც და გაშავოთ. მანდატი და 61 მანდატი რომ ცა მოქალაქე ოპოზიციას. კი ბატონო, მოკლედ όμως და უკვე უნდა დისკუსია გავშალოთ. დიახ, გისმენთ თქვენი მოსაზრებები. ბატონმა გიორგიმ პირველმა გაუცნობა ბრძანა რომ აი ხალხის განწყობა პროპაგანდა ხელისუფლებას ცდილობს რომ ამ პროპაგანდით ხალხის უარყოფითი განწყობა გამოიწვიოს ევროპის მიმართ. ხო სწორად გავიგე? დაახლოებით. ეხლა ეს მაგას მარტო თქვენ კი არ ამბობთ, ეს არის ესე იგი გზავნილი მთლიანად სრულად ოპოზიციური ველის. მაგრამ ჩემი აზრით გავიწყდებათ მთავარი აქ რაც არის და ხელისუფლებამ რაც არ უნდა პროპაგანდა, რაც არ უნდა ანტიპროპაგანდა გასწიოს, თითოეულ ჩვენთაგანს მე მაგალითად 9 აპრილის მონაწილე ვარ და ეროვნული მოძრაობის საწყისი აქციები რაც იყო. მე პირადად ჩემზე ვიტყვი და ჩემ ძმაზე და ჩემ ოჯახს. არაფერი ჩვენ არ გვაკლდა, როგორც იტყვიან. სამსახურით ჩვენიერი ქონდა საზოგადოებაში მდგომარეობა, მაგრამ გავედით იქ ყველა აქციაზე და 9 აპრილზეც ბოლომდე იქ ვიყავით. რატომ ახლა? იმიტომ კი არა რომ რაღაც ძვირი ქონდა ენერგომატარებლებს ისე ვიხდიდით გადასახადს რომ საერთოდ სოციალური კეთილდღეობა რაღაც ეტაპამდე იყო. მოგწონს არ მოგწონს? მის განწყობა და ჩემი მეგობრების გარემოს სადაც ჩვენ ვიყავით, რატომ გავედით იქა, ხო? ჩვენ მქონდა უსამართლობის განცდა. რომ გადაწყვეტილებებს, რაც შეეხებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც შეეხებოდა ძირითად აქცენტებს ერისგაერთებაში, რაც იყო საკითხი, ეს წყდებოდა კრემლში. და შემდეგ აქ ახორციელებდა ადგილობრივი მთავრობა. და ეხლა ჩვენთვის რატომ უნდა იყოს ის მისაღები, როდესაც იმ საკითხებზე, როდესაც იგივე მე, ჩემ ძმას, ჩემ მეგობრებს, საზოგადოების იმ დიდ ნაწილს, რომელსაც გვაქვს პროტესტის გრძნობა და ამას მიაწერთ, რომ ეს ჩვენ ვართ, ესე იგი, ოცნების პროპაგანდის დავართურებთ, მე ხوار შეგაწყვეტინეთ. ეს ერთი. ეხლა მეორე. როდესაც ჩვენ გვეუბნებია, რომ ესე იგი, ჩინეთთან ვაჭრობა ხიხია არის და რუსეთთან ვაჭრობა საერთოდ ყოველსა კრიმინალი და როდესაც ირკვევა, რომ ლატვია 2 მილიარდზე მეტ დოლარს ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ალკოჰოლური სასმელებით, ეგ მისი ეცოთი ლადო შემოგევლე რა. ეს არის მისი ნება. მაგრამ ნახეთ, როცა მე მეუბნებიან ვაზის ქვეყანაში რომ შენ, ესე იგი, შენი კახელი იქნება, ქართლელი იქნება თუ რაჭველი მე ვენახე. დაამში, ესე იგი, და იქ რუსეთში არ გაყიდო ღვინო მასალები და ალკოჰოლური სასმელები,
ეს ჩემთვის არის შეურაცხყოფა. რატომ ახლა? აბა შეგიძლიათ ერთი ლატვიაში ან ლიტვაში ზვრები მანახოთ იმისი ყურძნი, სხვა კულტურები. რასაკეთებს? არა, კარგი როგორ. რასაკეთებს ახლა ის ქვეყანა? ყიდულობს, ნახეთ რა შეა მთავარი უსამართლობა და usindisობა ევროკავშირის ბოსების და მათი დამქაშების არა, ყველასი მოდიდა კონკრეტულად ჩვენ ევროპულ ზოგადად ევროპელ ხალხს არ გულისხმობთ. არ გვამონათებდნენ მაგაზე, რომ ეს რუსეთუნები ხართო თქვენ რომ რუსეთში რატო ვაჭრობთ? როდესაც ესე იგი ეს ბალტიისპირელები ყიდულობენ და შემდეგ ზედმეტად ყიდიან და ჩვენ რა ვქნათ ახლა ჩვენი სოფლის პროდუქცია სანქციებს რატო არ შეუერთდით? არა ხა რაც შეეხება კიდევ აქ ჩავიწერე მე ჩინეთთან ურთიერთობა რაღაცა ესე იგი ჯო ამ ჩინეთმა თქვენ ბრძანეთ რომ 30 წელია გარანტია არის ჩვენი ამერიკაო ხო? სულ რამდენიმე წელია ჩვენთან თანამშრომლობს ხო? უიზო რეჟიმი შეუძლია წავიდეს ქართულ ბიზნესმენს თავისუფლად იქ ესეთ განვითარებულ აყვავებული ეკონომიკის მექა შეიძლება უწოდოთ ხო ამ ქვეყანას ხო ეკონომიკური აქტივობები გაიზარდა იმიტომ არის ამ ხელა ეკონომიკის და იმიტომ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის ხო 9%-ზე მეტი ავიდა ხო ეხლა მე თქვენ მაცივარი გამოაღეო მაგრამ ნუ მონაცემებია ეს ევროსტრუქტურების ხო ეს ყველაფერი ქმნის ჯამს ამ ესე იგი ჩვენი ამ განწყობების მიმართ თორე ჩემი თაობის ახალგაზრდებს ეხა ამ თაობის ახალგაზრდებისგან განსხვავებით ჩვენ გურიაში სოფელი მაქვს ჩოხატაურში მაღალზე და იმიტომ გარდა იმისა რომ გადასარევი სოფელი არის იმიტომ მიხარო და გვიხარო და ეგ ცაცვალ რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას უსმენდით ჩვენ ამ ფასეულებაზე გავიზარდეთ მაგრამ ეხლა ძალიან ბოდიში რა მაგრამ ხო პოლიტიკა ცვალებადია რა თქმა უნდა და პარტნიორებიც ცვალებადნი არიან მადლობა სულ ნახევარი წუთი რა ეკა ვერ ვიქნებ ვინცაც ძალიან არ უნდოდეს ჩვენ ვერ ვიქნებით რაღაცა აი დირექტივების გამტარი ხალხი რაღაც მეორე ხარისხოვანი თუ მესამე ხარისხოვანი აი იმისთვის შეიძლება შენთვის არ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ გვაქვს ზოგიერთი მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა ეხლა რო თავს იგიჟებს პროდასავლურზე პროევროპულობაზე ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალ საუკუნოვანი დამოუკიდებლობა და ეგ ლენინის დეკრეტით ჩვენ არ მიგვიღია არც თავისუფლება არც დამოუკიდებლობა და ახლა ვიღაცა იუკნოვიჩი უნდა ისა რა ქვია კოსი მე ვერ მასწავლის ფარსმან მეფის თავმავალი ვარ ჩვენ და გუბაზ მეფის და კიდე სხვა მეფეების და ეხლა ეს ერები და იმათი წარმომადგენლები ხო დაარიგონ ჭკუა თავის მოსახლეობას. მადლობა ეს თქვენი პოზიცია ბატონ გიორგისთან და შემდეგ გიორგისთან. ბატონ გიორგი, ანუ გეოგრაფიული სხვა გეოგრაფიული წერტილიდან საბჭოთა მითითებები ისევე აუტანელია ჩვენთვის, ანუ ამაზე ელაპარაკი და თქვენი კონტრარგუმენტები ამ შემთხვევაში როგორია? არასწორია და დიახ, ძალიან არასწორია რომ აი საბჭოთა კავშირის მითითებებს ადარებთ ევროკავშირის მითითებებს ეს ერთი მეორე ფიცინს ხო, მაგრამ არა, უნდა დისკუსიაც შეუძლია უკვე ჩაეკითხოთ პირველი კი ბატონო. არა, ვიწყუბოს ვიგეუბნებათ, მაგრამ დისკუსია ეგ არის ფორმატის. კი ბატონო. ქრონომეტრაჟით კი. ნუ შემოწყვეტინებ თუ შეიძლება. ხო, აპატიეთ. ხო, ესე იგი მე მიმაჩნია სრულ ტყუილად რომ შევადაროთ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ საქართველოს მდგომარეობას და საბჭოთა კავშირის მითითებებში შევადაროთ ევროკავშირის მითითებებს. ეს ერთი მეორე ფიცი მწამს ბოლო მაკერებს უცებ. აგერ ამდენი ხანია ქართული ეთნობა ერთპიროვნულად ზის პარლამენტში, არავინ ხელს არ უშლის ფეხზე ყარად განან დამოუკიდებელ გაწოდებებს იღებენ და მე არ დამინახავს რომ მათ გაეუქმებინოთ ის უამრავი კანონი როგორც თქვენ ამბობთ რომლებიც მითითებებით ჰქონდათ მიღებული და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება მაგ მითითებებს ხო? მე მეორე აგერ ბატონმა ლადომ იქნებ დააკონკრეტოთ რომელს გულისხმობთ? ეს უამრავი კანონები, უამრავი ყოველ კვირაში ასობით კანონს იღებს ანუ ყველა ეს თქვენი აზრით ევროკავშირიდან არის რეკომენდირებული. ყველა რაშუაშია ის რომელიც ევროკავშირიდან არის რეკომენდირებული რომელი კანონი გაუქმეს. კი ბატონო. თვითონ დაასახელა რომელი კანონი გაუქმეს. კი, ჩაკითხვა შეიძლება. სულ იმაზე რომ ლაპარაკობთ ევროპა ცუდია, იქ ცუდი კანონი აქვს, აქ ცუდი კანონი აქვს. მე არ გამიგია თქვენგან
რომელიც ცუდი კანონები აქვს ჩინეთში, რა მოგწონთ ჩინეთში მაგალითად? ხო შეიძლება მოგვიყვეთ რა მოგწონთ, ადამიანებს უფლებები მოგწონთ, თავისუფლებები მოგწონთ, გენოციდი რომ აქვს მოწყობილი ზოგიერთ ოლქებში, ადამიანების ხელოვნური კასტრაცია რომ აქვს მოწყობილი და ეს მოგწონთ, თუ რა მოგწონთ? ან რა მოგწონთ რუსეთში მაგალითად? როგორ შეიძლება იყოს პარტნიორი ჩვენი ის ქვეყანა, რომელსაც საკანონმდებლო ბაზა არაფრად არ უარგა, არაფრად არ მიაჩნია კერძო საკუთრება, არაფრად არ მიაჩნია ადამიანის უფლებები, არც ჩინეთს და არც რუსეთს მაგალითად. და ვერც ირანზე ვერ მეთქვით მაგას. ეს ეკონომიკა გენოცვალე. მასე რაღაც პერიოდში თქვენი განმარტებით საბსაკავშირშიც ვითარდებოდა ეკონომიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ კერძო საკუთრება იყო. კი ბატონო, შეიძლება ხო ეხა? კი, მაგრამ ესეც ცალ-ცალკე ხო გინდათ რომ ეს მოგიდა დისკუსია ეს არის. აქ რეგლამენტით ვერ მოგცემთ სიტყვას. ზუსტად დავუშვით ეხა თქვენ რა. პირველი ის რომ ჩინეთში რომ არ იყოს ეს დაცული და რეგულირებული და რო არ იყოს კონკურენცია, მაშინ თქვენს რას ამბობთ რომ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ამ დიქტატის პერიოდში შეიძლება ეკონომიკამ ესე წარმატებას მიაღწიოს, ნუ ეგ წარმოუდგენელი რამეა, რასაც თქვენ ამბობთ. ეს ერთი თუ შეიძლება დავამთავრებ. ეხა მეორე რომ ტყუილი რა არის გენოცვალი ახლა, რომ ესე იგი ადამიანების ჯგუფი, რომელიც არის ეხა და ვინ თქვა ჯერზე, თავარი რაც არის თქვენი შეცდომა, ეხა მარტო პირადად არა თქვენი, მაგრამ ოპოზიციური ველის რომ თქვენ რა სად დაინახეთ ან ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში ან სოციალურ ქსელებში მე ძალიან აქტიური ვარ და უამრავი გამოწერილს რომ მე რუსეთის წყობა მომწონს და ჩინეთის მე ვთქვი თუ ამავე გადაცემაში რომ ჩვენთან არის მომგებიანი ამათთან ეკონომიური კავშირები ისევე როგორც დამეთანხმება ორივე ბატონი გიორგი ქვიათ ორივე დამეთანხმებით რომ ძალუმად ვაჭრობენ ამ კუთხით ძალიან განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები ჩაბრძანებული იყო დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ემდა სულ რომ პირველი არჩევნების მერე მხარს უჭერდი ყოველთვის თუ ეს მისთვის რამეს ნიშნავს და ეს დიდი რამები თავად ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი ეს ნიშნავს რომ დონალდ ტრამპი და ამერიკული ისტაბლიშმენტი არის ჩინეთის ემეთი აღთოვანებული არა გენოცვალე ჩვენთვის მე აღნიშნე ისიც თქვი ხო უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან ვაჭრობა არის ჩვენთვის მომგებიანი ისევე როგორც შუა აზიის ქვეყანა მე იმას კი არ ხარ ყირგიზეთი იქნება თუ ტაჯიკეთი იქნება თუ ყაზახეთი იმ საერთოდ ჩვენ უნდა მოვეშვათ ჩემი აზრით ბატონო გიორგი და ასევე ბატონო გიორგი ჩვენ უნდა მოვეშვათ განხილვას სად როგორი ესე იგი წყობა არის სადაც ჩვენ გვაქვს საიდანაც ეკონომიკური მოგება საუდის არაბეთში არის ის რა ქვია დემოკრატია და ერთ-ერთი არაბეთის საელჩო და რომ დაჭრეს საერთოდ ის ჰაშუგის საქმე რო იყო და ჩემოდნით რომ გაიტანეს ამერიკელებს არა აქვს იმათთან ურთიერთობა რატო აქვს იმათთან ამერიკელებს ურთიერთობა რა მოწონთ ეს დესპოტური რეჟიმები არა გენოცვალე იმიტომ რომ ისინი გონიერი ხალხია და ამ გონიერებით ააშენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოფლიოს უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება რომ იმას გძელი ცხვირი აქვს და იმას ცუდი კანონი და იმასთან არ ვივაჭრებთ რა მაგრამ ეგ 35 წლის განმავლობაში მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა და ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ ამ პარადიგმებიდან და მე ძალიან მომწონს და თუ ამ გზით ვივლით კიდევ ეკონომიური განვითარება აი სერბეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და ისე ეცინააღმდეგებით ორ წინააღმდეგობაში სხვა წინააღმდეგო რამას ამბობთ ვისთანაც ერთი მხრივ ვისთანაც ვაჭრობთო და მოგება გვაქვს ნახულობთ და ხეებს ნახულობთ ემათი კრიტიკა არ შეიძლებაო და კრიტიკა არ შეიძლება ვინ თქვა ამ წუთში თქვით თქვენ კაცო არ შეიძლება გავარჩიოთ იქ როგორი კანონებია და როგორი და ხო გასაგებია ევროპას რო არჩევთ მარტო საქმეც მაგაში რო ზიხარ და მარტო ევროპას აგინებთ ევროპას არჩევთ დამასრულებინეთ მე ხარ გაწყვეტინებთ თქვენ რა წესია ახლა ეს მაგრამ დავასრულებთ ერთმანეთს საუბარი და არასწორო დაშუაშია და თქვენ მე ხო თქვენ ყველაფერი არასწორი საუბრით მაგრამ მე ხო არ შემოწყვეტინებია თქვენთვის კარგი ანუ დისკუსია უყურეთ თქვენ შეგიძლიათ ჩაიკითხოთ იმანაც შეიძლება შეგაწყვეტინოს ბატონ გიორგი ეს რეგლამენტი ცუდობა არ არის ამიტომ ეს რაღაცა წინადადებების შემდეგ სხვა აზრი უნდა შეგაგებოთ კი ბატონო ოკეი ხო და საქმეც იმაშია რომ თქვენ დღე-დღე ევროპის გინებაში ხართ აკრიტიკებთ იმით ყველა კანონს, ყველა სიტყვას, ყველა რეზოლუციას და მე არ მსმენია რომ სადმე თქვენ გამოგეთქვათ აზრი იმის თაობაზე თუ როგორ არის ცხოვრება მოწყობილი იმ ქვეყნებში რომლებიც ჩრდილოეთით არის და
აღმოსავლეთით ამაზეა საუბარი. ხო და თავარი რა არის? იცით თავარი მაინც ის არის რომ თქვენ არ გინდათ ქვეყანაში წესრიგის მოწყობა. თქვენ არ გინდათ ქვეყანაში ნორმალური პარამეტრები. თქვენ არ გინდათ ქვეყანაში ნორმალური სასამართლო. თქვენ ამის გაკეთება არ გინდათ და ყველაფერი ამის გადაფარვას ცდილობთ რაღაც გეოპოლიტიკით, ჩინეთს ესაუბრით. როგორ შეიძლება იყოს ჩაითვალოს პარტნიორად, ეკონომიკურ პარტნიორად ქვეყანა, რომელსაც არასდროს არც ერთი თავისი ხელშეკრულება არ შეუსრულებია. როგორ შეიძლება შეათვალოთ პარტნიორად? გიპასუხოთ ხო შეიძლება რა? თქვენ ძალიან ძალიან მე არ გეყოფათ. არა, ესე არ გამოვა. თავიდან აქვს საშუალება. ბატონ გიორგი, ნახეთ, თქვენ ეხა კიდევ ორი ძალიან არასწორი რამე თქვით რა. პირველი რომ მე სათქვი რომ ესე იგი იმათ კრიტიკა არ მე ვთქვი რომ ჩვენი საქმე არ არის მეთქი რა. ჩვენი საქმე არ არის და ეხლა მეორე რომ თქვენ არაზოს არ ამბობთ რუსეთზე და ჩინეთზე. ეხლა უყურეთ რა შეა საქმე. მე არც რუსეთი მაგ ჩვენი ქვეყნის 22% აქვს ოკუპირებული ისა ტერიტორია რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არც ვაპირებთ ხო? და ასევე ჩინეთთან ეხლა იდეოლოგიური ერთი ფეხის ნაბიჯით არ ვაპირებთ სვლას. მაგრამ რატომ თქვენ სწორი შენიშნეთ ერთი რამე რომ აკრიტიკებთ ევროკავშირს უბრალოდ მის ბუზიკებს. იმიტომ აკრიტიკებთ ამათ რომ მე ჩინეთის კომუნისტური პარტია არ მეუბნება რომ შენ იცი რა აქ რა ქვია ეს როთი რო ჩამოვიდა მიქაელ როთი და ესეო ქართულ ახალგაზრდობასო პროგრესიო არ ელოდებაო თუ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთო დამთავრებდებს არა უნდა ჩაგეკითხოს როგორც თქვენ შედეგი არის სუდი რომ ჩინეთს არ ადარდებს თქვენ აქ გაგიქნებათ მოწყობილი საკონცენტრაციო ბადაკი იქნებათ მოწყობილი დაჭანდა და აწამებთ ხალხს თუ არ აწამებთ გადასარევი არ ადარდებს თითქმის მიქაელ როთს რომელიც ესე იგი თქვენც ეგინდათ რომ აქ ისე იყოს რომ მიქაელ როთს ერთმართველად ხალხი აწამოთ და არაფერი არ გააკეთებთ ძალიან კარგი რამე რომ არ წარმოგიდგენიათ ისეთი მე ვერ მოვიფიქრებდი ესე იგი თქვენ ამბობთ რომ მიქაელ როთი დაარდობს საქართველოზე, ამიტომ ახალგაზრდებს მოუწოდებს რა ეხლა თქვით კაცო. მოუწოდებს ახალგაზრდებს ქართული მართლა ეხლა თქვით ეხლა გადავაყრიოთ და ესე იგი ქართულ ეკლესიას მართლმადიდებლურ 60 ქულო ეკლესიაში რომ ქართველი ახალგაზრდები არის მათი ამ ეკლესიის გავლენის ქვეშ ეს არის რეგრესის მაჩვენებელი. ეს არის სწორი და ესაა ძველი ფილმის პერიფრაზა ესაა პიკასოს ბიჭი. ამით ერთობოდა პიკასო ეს არის მიქაელ როთის ის მოძღვრება რომ ქართველმა ახალგაზრდებმა არიან რომ 60 ქულო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩაიპასუხეთ შემდეგ ესეთი მოსაზრებები რო აქვს გეუბნებით მიქაელ როთს ვინ არ მაინტერესებს მე საერთოდ მიქაელ როთს თქვენ გაინტერესებთ მაშინ რომ ჩამოვიდა იყო მაღალ ჩინოსანი პარლამენტში ბუნდესტაგში კომიტეტის და მაგას გიუმარებს რომ თქვენ ყველაფერი დაკავური თქვენი მხარდამჭერები შეხვდეთ ტაშტით თქვენ თქვენ ჩემ და ხადაჭერებს ალბათ არ იცნობთ ესეთი და მე მეორე თქვენ ყველაფერი ჩემ და ხადაჭერებს თქვენ არ იცნობთ არა მე საოპერაციო საფრთხიანად არაფერი არ მაქვს არაფერი არ მაქვს საერთო რასაც თქვენ ოპოზიციურ ვერც შეზახით ქართული ოცნების მიერ მოსყიდული ოპოზიციამ შესთან არაფერი საერთო მე არ მაქვს მადლობა ეხლა ლადოსთან მინდა არა მხოლოდ უღურეთ ბატონ ლადო აქ მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც გამოიკვეთა არის რომ ვინ გავალებთ მაშინ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კონკრეტული დავალდებულებები ბატონ გიორგი ყველა სტუმარს ეხება შიდა საკანონმდებლო ბაზის რეგულირებასთან მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება მათ შორის ჰომოფობიურ კანონად გამოცხადება და მისი სასწრაფო წესით გაწვევა არის თუ არა დარტყმა იმ იდენტობებზე აი რაზეც თქვენ ბრძანებთ ვინ გაძალებთ არის თუ არა ესეთია ჩემი კითხვა ბატონ ლადო თქვენი პოზიცია და შემდეგ თქვენ და ბატონ გიორგი. ევროკავშირით დავიწყებთ და რამოდენიმე კითხვა რაც იყო ერთიანად მიყვები. ხა ბატონო გიორგი მას ახსენა რომ რატო არ გავაუქმებთ იმას, რაც უკვე მიღებული არ ვაუქმებთ იმას, იმიტომ რომ რას მივიღეთ იყო ჩვენთვისაც მისაღები. და მივიღეთ ამიტომაც. მეორე იყო ის რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამოდის. არა, მაგას გიხსით. ნახეთ მაგალითად ჩვენ რომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც ასევე მოყვა დებათაღელად ჩვენს ქვეყანაში გახსოვთ თქვენ, ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ 2017-ში მერე მივიღეთ ვიზო მიმოსვლა. ახლაც როცა ჩვენ გადავწყვიტეთ ვალდებულების გარეშე
ისედაც სუვერენულმა სახელმწიფომ მივიღოთ კონკრეტული კანონმდებლობა და მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, მივიღეთ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, მივიღეთ ამერიკული ფარა, რომელიც ყველას აყავს ევროკავშირში და კიდევ უფრო მძიმე სანქციები არის ჩვენგან განსხვავებით იმ კანონმდებლობაზე, მედიასთან მიმართულებით, სამოქალაქო სექტორთან მიმართულებით, კონკრეტული პროფესიებიც კი არის ჩამოთვლილი და ასე შემდეგ. უკვე აღმოჩნდა, რომ რაღაცა მათთვის არის მიუღებელი. რატო გახდა ეს რაღაცა მიუღებელი ახლა? და არ იყო მაშინაც ხო ვიღებდით ჩვენ კანონს ყველაფერს მათი მითითებით ხო არ ვიღებდით ხო 2012 წლამდე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში ამაზე არ ვილაპარაკებ ამას ვამბობ რომ ახლა ეს უსამართლო დამოკიდებულება რომელიც არის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ამაზე საუბრობს ხელისუფლება საუბრობ მეც და თქვენც ახლა იგივე გიორგი მას როცა ახსენა ხო დავანებოთ უკრაინას თავი ომში არიან გასაგებია მაგრამ მოლდოვაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიები აკრძალულია მოლდოვაში დაიჭირეს ყოფილი პრეზიდენტი დაიჭირეს რატო არ დადგომ მთელი ევროკავშირი ფეხზე რატო გიზი დოდონის იხეშიო სააკაშვილის იმაზე 27 ელჩი რომ მივიდა ჩვენი იუსტიციის მინისტრი და არეკა სააკაშვილი გამოუშვიტო ხო კარგად არის ჯამთელადაც არის ცოცხალაც არის აგე რაღაც კაბო-ვერდესაც კი გულშემატკივრო წურ იმიტომ რომ პირობოსები რაცა გაურ მიყვარდაო ეს კაცი იყო წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტი ვარ დავანებოთ თავი ეს მისი პერსონალური უფლებებია ბატონლადო და ამაში არაფერი არ არის საქილიკო რატო არ უნდა ლაპარაკოსო მოლდოვაში რომელსაც ახლა მოლაპარაკებები გაუხსნეს იცი თქვენ ხო პარტიები რო გაუქმა არასასამართლო და სასამართლოზე არ ვლაპარაკობ საერთოდ მოლდოვის სასამართლოზე არამედ მთავრობა რო გაუქმდა ტელევიზიები რადიოები, გაზეთები აიგზალა, ინტერნეტ საიტები და ამაზე რატო არ საყვედურობენ მოლდოვას რატო არავინ ამას არ ახსენებს და იგივე როცა ვლაპარაკობთ ერთპარტიულ მმართველობაზე, აგერ არ მოიგო ფაშინიანმა, სალამის საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო და არ ჩადის აგერ. და წინა დღეს დააკავა ნახევარი ოპოზიცია. ხო, დაიჭირა და კეკეჯისხლის დღეს დაიჭირეს ადამიანები და ასე შემდეგ. და ნახეთ რა დასკვნას დადებს ეხა ეუთო მაგარჩევნებზე, მაგრამ რა შეფასებები გავაკეთა ევროპის ბიუროკრატიამ და მარტაკოსი სომხეთში რომ მიფრინავს, იქნებ რუკას დახედო სომხეთამდე რომელი ქვეყანა არის. და გაიგოს შუა დერეფანების რამ. ამიტომ არასწორი პოლიტიკის და ნაკლები დათბობის შედეგია. არა, ხო, არა. რას დასათმობი არ არის, ჩვენ იმას არ დავთმობთ. არც როგორც პარლამენტის წევრი ვამბობ, არც როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. რა არის აქ დასათმობი? ნახეთ, 17 მაისს მილიონი ადამიანი რო გამოვიდა. ჩვენ უწუნდესი რო გარდაიცვალა ილია მეორე და მილიონი ნახევარი ადამიანი და მათ შორის არ მხოლოდ ქრისტიანი და ქართველი. მის პატივისაგებად მივიდა. მივიღეთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. რატო გავაუქმო? იმიტომ რომ ჩემი დიპლომატიური პასპორტით ახლა ევროპაში აღარ მიშვებენ. ამის გამო ამას ხო ვერ ვიზავთ და არ ვიზავთ. ამიტომ ნახეთ, რაზეც არის ლაპარაკი და ახლაც კიდევ მეორე მართვის მოწობის მაგალითი რატომ მოვიყვანე, რომ ყველა მოქალაქეს ეხება და გაიგონ. ახლა თქვენ გუშინ დავასრულეთ ჩვენ საგაზაფხულო სესია, ნახეთ რამდენი კანონი მივიღეთ სწორედ იმის გამო, რომ ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ, ევროპის რეკომენდაციები შევასრულოთ, ინსტრუქციები და ასე შემდეგ. ისეთები, რომლებიც მისაღებია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი, ეკოლოგია, უკეთესი ცხოვრება, იმათ კი არა ბრუსელში. ჩვენ გვინდა და ამიტომაც ვაკეთებთ, მაგრამ რა კავშირშია იგივე უგზო მიმოსვლასთან გამჭვირვალობის კანონი, ან ოჯახური ღირებულების შესახებ კანონმდებლობა. ეს ხო კარგად იცის საქართველოს მოქალაქეებმა. ახლა როცა იგივე ვაჭრობაზე ვლაპარაკობ და ჩინეთით მინდა ვახსენო, ჩინეთთან ურთიერთობა სტრატეგიული აქ თავად ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ჩვენზე უფრო დიდი ხნის და ჩვენზე უფრო გამოსილებული. მადლობა. მაგრამ ახლა ჩვენ რო საყვედურობენ ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ თვითონ რატო ურთიერთობენ? ხო უნდა გითხრან. და კი, ბატონო გიორგი სხვანაირად შეხედა ჩინეთს ადარდებს თქვენთან ადამიანის უფლებებიო, მაგრამ ევროკავშირს რა ადარდებს? ჩვენთან ადამიანის უფლებები თუ ისეთი კანონმდებლობა რომლითაც ხუთი რევოლუცია რეგულირებების შესახებ მიაჩნია რომ ჰომოფობიური კანონია. დიახ, ბატონ გიორგი, მაგანონის გარდა ჩვენ ხომ მივიღეთ მანამდეც კანონმდებლობა. ახლა ამდენი თვის განმავლობაში ერთ წელზე მეტი გავიდა რაც ეს კანონმდებლობა მივიღეთ თითქმის. ეკა ერთი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის შელახული უფლება მანახეთ ამ კანონიდან გამომდინარე. აი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზების ბოდიშით LGBT პირების მიმართ შეიცვალოს კანონები. ვკითხულობ აგერ პირდაპირ ქართულად ზუსტად კოპირებულ ეუთოს მექანიზმს. აი მაგ კანონმდებლობას რა კავშირი აქვს? რა კავშირი აქვს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებასთან ევროკავშირში? იმ ღირებულებებთან, რასაც ქრისტიანული ღირებულები ქვია, იმასთან რის გამოთაც თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა და იმის გამო რისთვისაც ჩვენ 21 საუკუნეა დასავლეთისკენ ვიყურებთ. ჩინეთს ერთი მინდოთ ხო, არავის ეგონოსო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის ან ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის საბრძოლო. ევროკავშირის წევრები ჩვენ უნდა გავხდეთ სახელმწიფო, იმიტომ რომ არის გაერთიანება, ჩინეთის წევრები ხო ვერ გავხდებით რომელიმე მათი პროვინციაც. ეკონომიკურზეა საუბარი. მადლობა და ბატონ გიორგი, მივცეთ ოპოზიციას. 2018 წლიდან ახლა ეს დღეს კი არ არის სიახლე.
ოღონდ 18-ში არავინ არ გვისაყვედურა 19-ში, 20-ში, 21-ში, უბრალოდ 22-ში როცა ომი დაიწყო და აღმოჩნდა რომ მათი დავალებები არ შევასრულეთ და ორი იყო ასეთი, ეს იყო ღია დომში ჩართვა, ამაზე გუში პრემიერ-მინისტრსაც ილაპარაკა და იცის ყველა დიდმა და პატარამ ქვეყანაში და მეორე იყო ორხრივი სანქციები რუსეთთან მიმართებაში, თორე ჩვენ ყველა საერთაშორისო სანქციას იცით საქართველოს მოქალაქეებმა ვართ მიერთებული და ვიცათ პინათ რომ ბევრი ესადეს ეს ქვეყანა გამოეყენებინათ სხვა მიზნებისთვის რადიკალურ პოზიციას ხანრას აბრალებდნენ ხაზრას საკუთარ ქვეყანას მაგრამ არც ერთი მტკიცებულება რომ ჩვენ რამე საერთაშორისო სანქციას ვარღვევთ დღემდე არ გამოჩნდა კი ბატონო დისკუსიაში შეგიძლიათ ჩაერთოთ ბატონ გიორგი მოდით გიორგის მიცემთ შემდეგ დაგიბრუნდებით გიორგი ანუ შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევა ძალიან ბევრი მაყურებელი გვწერს მათ შორის მეორე ეროვნულ ღირებულებებში ცდენა ანუ კონკრეტულად იმ კანონების მოთხოვნა, რაც ჩვენი იდენტობისთვის მიუღებელია, მაყურებლის აზრია, დღევანდელი ევროპა, არა ის კლასიკური ევროპული ღირებულებები და მესამე კითხვა აქვს თქვენი მისამართით, რომ ჩვენ ყავს ამდენი წელიწადია საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ამერიკა დასავლეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი აღიარებული, მათ შორის დემოკრატიულ შუქურად აღიარებული ხელისუფლება ყავდა აქ, მაგრამ ჩვენ იმ რისკების დაზღვევა ვერც ამერიკამ და ვერც ევროპამ ვერ მოახერხა, რაც როგორც სახელმწიფოს გეოგრაფიულად გვედგა. გავაერთიანე ახლა მოწერილი მაყურებლების აზრი და პრინციპში ეს არის ხოლმე მთავარი პრიორიტეტები, რაზეც არის საუბარი. ხო, ახლა ამ შემთხვევაში აი, მაშინ რატომ უნდა ავირჩიო ამერიკა ან ევროპა, როცა არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს? კონკრეტული რაღაცა მოთხოვნები, ეგეც არ ვიცი სადღაც არის მოთხოვნა, რომ და ასე ვქონდა დემაგოგია და ესეთი ნარატივი არის ხელისუფლების მხრიდან, რომ რაღაცა აი ევროკავშირი ითხოვს რაღაცა ერთ სქესიანთა ქორწინებას, ანუ თუ ევროკავშირში შევალთ რაღაც კაცები გათხოვდებიან, ომი დაიწყება, ანუ რაღაცა ომით გვაშინებენ, კაცების გათხოვებით გვაშინებენ, რაც ანუ რეალურად მსგავსი მოთხოვნა დასავლეთის მხრიდან არ არსებობს. შესაძლებელი არის რომ იყოს კონკრეტულ რაღაცა კანონებთან მიმართებით რაღაც შემსუბუქების პოლიტიკის გატარების მოთხოვნა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ქართული იდენტობაზე უარი უნდა ვთქვათ და პირიქით ისინი არაფერს გთხოვენ ისეც, რაც ჩვენ არ გვიწერია საქართველოს კონსტიტუციაში. ისინი გთხოვენ ყოველთვის რომ პატივნობცეთ მართლმსაჯულებას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. თქვენ ახლა ბატონო ახსენეთ რომ აი რაღაც მოიყვანეთ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, ხო რაღაცა ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვეთ, მაგრამ თქვენ არ საუბრობთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონთან მიმართებით, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და ყველანაირი უფლება შეუზღუდა თავისი აზრის გამოხატვის, აქციაზე თავისი პოზიციის დაფიქსირების, ის კი არა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს აჯარიმებენ და პატიმრობაში უშვებენ. ტროტუარზე დგომის გამო არა, ხო ხდებით მოძრაობის შეფერხების გამო, შენობის ბლოკირების გამო ტროტუარზე დგომის გამო ახლაც აზრის გამოთქმაში ალბათ იმას გულისხმობთ, რომ სოციალურ ქსელებში არის მსგავსი შემთხვევა. შეურაცხყოფაზე კანონმდებლობა მივიღეთ. არა ტროტუარზე დავდგეთ ერთად ტროტუარ ნახეთ თუ დაგვიჯოს ვინმე. ოღონდ აქვე გავიდეთ, აი ამ ქუჩაზე და აქვე დავდგეთ, ასე აღარ გავატოვოთ მოქალაქეები და ახაც დაგვაჯარებთ. რუსთაველი კი არ წერია ტროტუარზე, რომელიც არის ტროტუარზე და ხდება თავისი აზრის და პოზიციის გამოხატვას ახორციელებს კონკრეტული ადამიანი, რომელიც პროტესტით არის გამსჭოლული კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მოძრაობის შეფერხებაზეა საუბარი. გიორგი იურისტი ხარ, ხა უხერხულია იურისტი რო არ იყო და თქვა რომ რაღაცა კანონი მიიღო ოცნებამ გახარ ტროტუარზე ახალი ევროპასთან ურთიერთობით მაგალითისთვის რაღაცა მართლა ხო და კანონში რა წერია ტროტუარზე თუ დგახარო გიჭერთო ეს წერია კანონში შინაარსი არის ეგ შინაარსი არის არა როგორ ეხლა ტროტუარზე რო გავიდეთ და ავტობუსელოდები მაგას ხო ხდებით რას ტროტუარზე რო გავარ და ავტობუსელოდები და უნდა გავიარო და თქვენ ტროტუარზე მიკეთებ ამაზე როცა შეგიძლია შეიციო შესაძლებელია რომ შეეშალოს სხვა მოქალაქეს რომელიც გადაადგილდება გიორგი ტროტუარზე თემის სირფულებ რაც მაგას უკვე განაცხადებია სასამართლო იღებს გიორგი და პოლიციელი არ აჯარიმებს არტება მის ასრულებს მოწოდებასაც გვეუბნებიან რომ მოდი ადამიანის უფლებებს ეცით პატევი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაიცავით სასამართლო დაიცავით მედია დაიცავით ამაზეა ლაპარაკი და თქვენ რომელი მედია არ არის დაცული ამას რომელი მედია არ არის დაცული ამას ივიწყებთ და საუბრობთ რომ რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინება ომის ჩართვას ითხოვდნენ ეგეც არ ვიცი მაგრამ აგერ მიიღო ბოლო რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხო ერთმა მეოთხედმა ხო ასეზე ვამბობ მანამდე ევროკავშირის ევროპარლამენტის რეზოლუციები და გადაწყვეტილებები იქ რა წერია მედიაზე წერია არა გამჭირვალობის შესახებ კანონი გაუქმო წერია პირდაპირ ივანიშვილი დაასაქცირეთო სააკაშვილი გამოუშვითო
და პოლიტიკურ რეპრესიებზე არის საუბარი, სამაგიეროდ, ხო, არის პოლიტიკურ, ანუ რაც მე თავიდან შესავალ სიტყვაში ვისაუბრე, რომ არ შეიძლება რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს საკონსტიტუციო წესით, როდესაც არანაირი რატო არ შეიძლება კონსტიტუციაში მიწერია ჩემი კანონმდებლობა თვითონ ნახეთ ამოგიგი ქართული ოცნება არის პირველი თავად გერმანია საქართველოს კონსტიტუცია თვითონ საჩელი მე საკონსტიტუციაში ვინდა არის შეტანილი როგორც ვიცი და რომელიც არც კი განხილულა უბრალოდ ეგ არის ნორმატიულობა და 19 და განიხილოს სასამართლო არ ვიცი შეიძლება პოლიტიკოსების დევნა ხდება როცა პოლიტიკური პარტიების საქართველოსზე არის საუბარი ეს არის უბრალოდ კონკრეტულად ამაზე ამის თავი მითითება მათი მხრიდან არის ის რომ ადამიანის უფლებები საქართველოს განვითარდეს როგორც ქვეყანა როგორც დამოუკიდებელი როგორც სუვერენიტეტი თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დამფუძნებლები ისეთი გერმანია რო გადაწყვიტა ADF-ის აკრძალვა საარჩევნო უფლება რო ჩამოართვეს საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატს კიდე არ ვიცით ლეპენს ექნება თუ არა უფლება 27 წელსკენ კი იყაროს პრეზიდენტობის პოზიციაზე ეს ევროკავშირი არის კონკრეტული რაღაცა მაგალითების საუბრებით გიდათ რომ სურათით ისე აჩვენოთ რომ იქ დემოკრატია არ არსებობს იქ ადამიანის როგორ არ არსებობს დემოკრატია არ არსებობს მაგას გამოვიდეთ რომ დემოკრატიიდან გამომდინარე და სახელმწიფო უსამართლობიდან გამომდინარე საფრანგეთი იგებს კანონმდებლობას რას მასჭირდება და ვერ უბედავს ვერავინ დანარჩენი 26 საყიდურები უთხრა 10 კანდიდატია სახელმწიფოში 10 კანდიდატია მიუღებელი კანონი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს თუმცა იქ არსებობს თავისუფალი სასამართლო რომელიც არის გარანტი ადამიანის უფლებების და შეძლებს რომ თავისუფლებები დაიცვას საქართველოში ეგ არის პრობლემა ეხა სასამართლოზე მოდი ნახე როდესაც ადამიანს ორი კრიტერიუმია თავისუფალი სასამართლო ამიტომ არის კრიტერიუმია სასამართლო არის თუ არა თავისუფალი ერთი გამართლებელი რა განაჩენების რაოდენობა მოქალაქეების დობა და სასამართლოში შესული საქმეები და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართულ მასაჯულებასთან მიმართებაში. რომელში არ აქვს წინსვლა მითხარი. არა, მე აღნიშნე. ზოგიერთ ხელისუფლებაში არის რა თქმა უნდა გამართლებელი განაჩენები, თუმცა პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობ. ძველს დავანებოთ თავი, რაც იყო გადაწყვეტილება, რომ იქნება სწორი და მიკერძოებული 2012 წლამდე რაც იყო, ეს საქართველოს მოქალაქეობა ძალიან კარგად იციან და იმიტომაც დამარცხა ნაციონალიზმმა 1 ოქტომბერს. ოღონდ რა თქმა უნდა მოქალაქეები იკითხავენ, რომ ვენის მექანიზმი მოსკოვის მექანიზმი მანამდე რატო არავინ არ აამუშავა და მოსამართლეების სანქცირებაზე რო ვლაპარაკობთ და ამბობთ რომ აი მოსამართლეები დაასანქცირესო. ვინმე გითხრა ეს მოსამართლეები რომელ საქმეზე დაასანქცირეს? გიგულიანის საქმეზე. იგივე მურუსიძეზე ერთ-ერთშიც ჰქონდა საუბარი. მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე დაასანქცირეს? თუ გირგვლიანის საქმეზე დაასანქცირეს, მაშინ თავისუფლად დაასანქცირებთ მაგდავლუჩილებს. ამდენი წელი გავიდა. თუ სხვა საქმეზე დაასანქცირეს, მაშინ მითხარით საქმე, რომელიც იყო მიუღებელი. ერთ რამეს ვიტყვი რა, ერთ ორ წამი. კი ბატონო, და ბატონ გიორგის უნდა გადავიდეთ. თქვენ ჩემზე კარგად ჩამოყალიბეთ, ის დამოკიდებულება გისმინეთ იმ ეთერში, სადაც თქვენ ისაუბრეთ მურუსიძეზე, ადამიანზე, მაგალითს ვამბობ. ანუ აშინ არის ესეთი გამოვიტანე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლება იქნება, ხო? ამ შემთხვევაში ყველას ინტერესს გაატარებს მსგავსი შინაარსი გამოვიტანე მე პირადად შეიძლება იყოს სხვა თქვენ სხვა კი და მაგიტომ ზუსტად კიდევ ერთხელ გამარტო ნახეთ არ უნდა არსებობდეს სასამართლოს აქ გარანტირებული კანონმდებლობის დამოუკიდებლობის მექანიზმი ხო და არის დამოუკიდებელი ამას გულისხმობ მე და თქვენც კარგად იცით რა შეიძლება ვიხარი მაგალითი თქვენ იგივე განცხადებიდან გამომდინარე შემიძლია აღნიშნული და კარგი მადლობა კარგი დიდხანს ვერ უნდა გადავიდეთ მაგალითად თუ კიდე გაჩვენებთ საქმის მასალებს სადაც არის ცრომოწმეები სადაც ვერასახელებენ ვერცე დანაშაულის კონკრეტულ რაღაცა ფაქტებს და დადგება განაჩენები კი რომ ადამიანებს აკვეთები აქვს შეფარდებული და ასე შემდეგ ხო მიმდინარე აქვს იმიტომ რომ სასამართლო არ ჩატარებულა საბოლოო შედეგი ხო მადლობა დიდი მადლობა გიორგი გვენედაძესთან გადავალ თქვენის ნებასვით კარგით არ ვიცი გიორგი უკაცრავად ამ საკითხთან ადამიანი რომელზეც კიცებულება არ არსებობს პროცესოები გაფორმდა და არ ვიცი პატიმრები ახალგაზრდები რომლებიც კიცებულებების გარეშე რომ ადამიანი არის გასამართლებული კიცებულების გარეშე გასამართლებული ადამიანი არის პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი შეგვიძლია უწოდოთ ეს პრაქტიკა. მაგრამ რა ვიცი, ჩამოთვალოთ რა ჭეჭირება მაგალითად ხო. მადლობა. პატა მანჯგალაძე მაგალითად. პატა მანჯგალაძე ბოლო ეტაპი. არის ყო 4 ოქტომბრის ვარ აქციის ორგანიზატორი. არანაირი. არ გვინდა კონკრეტული საქმე, იმიტომ რომ არ არის მისი წარმოქმნილი. 4 ვამთავრებთ ვინამბობ, ნიუანსი არ იყო. კარგით, მადლობა. ამაზე სასამართლო იმჯერებს, თუმცა ისიც ფაქტებით დადგა, რომ ჩვენ საპროცესო გარიგებები და
შეწყალებები მივიღეთ. ანუ აღიარებითი საკითხები, ეს ყველა მიცით როგორც იურისტმა, ხო? ანუ სხვანაირად ბატონ გიორგი ისინი ვერ მიიღებდნენ ამ პროცესში შესაბამისად გნებავთ შეწყალებას, გნებავთ საპროცესოს გაფორმებას. კარგი, მადლობა. მაგრამ პატა ბურჭულამდე რა დაგიშავოთ, კაცო, იმას შეგიძლიათ იგივე ვთქვათ. კი ბატონო, აი საერთოდ. რასაც ბურჭულაძე ლაპარაკობდა, იმას ლაპარაკობდა. კარგი, მადლობა, ბატონი გიორგი. აქციაზე არც კი იყო მე, ეგ არის მნიშვნელოვანი. მე სულ არ ვარ მხარდამჭერი. მაჯგალაძე არის ყო აქციაზე? არა, მაჯგალაძე ჯგუფში ხო გამოაცხადეს, კაცო, ორგანიზატორთან ჯგუფი დასახელდა და მაშინ უნდა გაიმიჯნო თავიდანვე. კარგი, ნუ ეს ჩემი მოსაზრება. კარგი, მადლობა. მადლობა, ეს ჩემი მოსაზრება. პაატა და მისი ადვოკატი უკეთ გაარკვევენ ალბათ ამ საკითხებს. დიახ, გისმენთ თქვენ. ბატონო, თქვენ სულ ამბობთ ხოლმე, რომ აი ეს უკრაინა ჩვენზე ცუდია, მოლდავა ჩვენზე ცუდია. მე რუსთავში ვარ გაზრდილი და ჩემ ბავშვობაში ეგეთ პოზიციაზე რომ მე ცუდად ვიქცევი, მაგრამ ის ხობრ ცუდად იქცევა, თავში წამოგარტყავდნენ, ეთყო და შენ შეთავაზე ეგ პასუხიო რა და სხვებს თავი დაანებო. ხო და მე ისე ვიბრუნდები რომ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ, ჩვენ პრობლემებს უნდა მივხედოთ. აი თქვენ რომ ამბობთ რომ ჩვენ არ დავთმობთ, ასე არის დასათმობი. თქვენ რისი დათმობაც არ გინდათ, ეს არის თქვენ არ გინდათ ერთპიროვნული მმართველობის დათმობა. თქვენ არ გინდათ რაში გამოიხატეთ? იმაში გამოიხატება, რომ წესიერი არჩევნები პარლამენტზე რო ლაპარაკობთ. წესიერი არჩევნები ვერ შეგიტარებიათ, გესმის? თუ მართლა თქვენ თუ რამის დამთავრება გინდათ სინამდვილეში, ხო შეიძლება რომ ნორმალური არჩევნები გააკეთოთ, ხო შეიძლება რომ ისეთი პირობებით გააკეთოთ, რომელიც შეპედით და მე უკან გადაახვიეთ ყველაფერი. ხო შეიძლება რაღაცა სასამართლო იქ რა ვიცი, ბევრი რამე რაც რამე დაპირებია. 2024 არჩევნებზე ოცნება მაიღო 89 მანდატი, ოპოზიცია მაიღო 61. ეს ნორმალური რას ქვია? და იგივე პრინციპი ჩატარდა 25 არჩევნები, ვის გამოცა თქვენ საკრებულო წევრი გახდით. ამ არჩევნებზე ხმას არ იღებთ. 24 და 25 არჩევნებს შორის რა განსხვავება იყო? საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, ხმის მიცემის თვალსაზრისით, საარჩევნო კამპანიის ჩატარებასა რამე სხვაობა იყო არა. 25 მისაღებია, იმიტომ რომ გადალახეთ ბარიერი და საკრებულოს შეხვედით. და 24 მიუღებელი, იმიტომ რომ ვერ გადალახეთ ბარიერი და პარლამენტს ვერ შეხვედით. შეიძლება კი პასუხოთ? მე ჯერ არ მithქვამს რომ 24-ში გაყალბდა არჩევნებიო და იმიტომ რომ მტკიცებულება არ მაქვს ამის, მაგრამ ის ფაქტი რომ არასწორად ჩატარდა არჩევნები და გაჟონა ბიულეტინმა ყველა მიცის და უბრალოდ ისე თქვენგან მოსყიდული ოპოზიციის საქციელის გამო არავინ ეს ხაზი არ გაატარა, გესმით? ხო და რა თქმა უნდა ეს უკვე ამაზე ყველა შეთანხმებულია ამ ქვეყანაში, თვითონ არც ოპოზიცია ამბობს ამაზე უარს, არც მთავრობის ხალხი ამბობს ამაზე რომ გვარამია მოსყიდული 40 მილიონი იყო და გამოიყენა არავინ არ შეუყვარა პარტიას. წამოარტყამდეთ თავის უსაქციელზე თავზე, თუ არა? თუ იმას თავზე ხელს გადავუსვენ და თქვენ წამოგარტყავთ. იმიტომ რომ სხვა შედარება არა. რა შუაშია კაცო, მე გეუბნები თქვენ თავზე უნდა მოლდოვაში რო ჩატარდა, მოლდოვაში რო ჩატარდა არჩევნები. გამჭვირვალე ყუთით. მე ქართველებზე საქართველოსზე გელაპარაკები თქვენ მოლდოვაში ბიულეტენს რო ჩააგდებდი, პირდაპირ რო ჩადა, ვინ იყო შემოხაზული. ის არჩევნები რო ყოფილა დემოკრატიული. და კონვერტში ჩადებული ბიულეტენი აპარატში რო ჩადებდით და არჩევნები რო დამთავრდა, რო შეჯამდა და მე ხელი დათვლა რო დავიწყეთ და კომისიის წევრი ვალდებულია ესე გაჩვენოთ ბიულეტენი ერთ მხარეს და მეორე მხარეს შემოხაზული ვინ არის. აქ რო დაინახეთ რომ გაჟონაო ღამის 10 საათზე და ღამის 2 საათზე 8 საათზე არჩევნები დამთავრდა. მე გაიგე. ორი წელი რო დავდიოდი და ყველგან და ვაჩვენებდით ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორ ვატარებდით არჩევნებს. მაშინ არ ჟონავდა. სალომე ზურაბიშვილი არის ხო გახარებული რა კარგია მივაღებინეთ ელექტრონულ არჩევნები, ამ არჩევნებს ვერ გააყალბებენო. ვერც გააყალბებ, იმიტომ რომ ელექტრონულია. სომხეთში თუ ჩატარდა არჩევნები სისტემას გულისხმობ და სომხეთში კარგად იმუშავა იმ აპარატო, რომელიც ჩვენც გვაქვს. და ყველგან მუშაობს ყველა ქვეყანაში. ყველგან თუ კარგად ჩატარდა, ჩვენთან რატო ჩატარდა ცუდად? იმიტომ რომ ვიღაცა ვერ მოვიდა ხელისუფლებაში, ვისი მოლოდინიც დასავლეთში ჰქონდა. აი მე ისე ვცდილობ რომ დაგაბრუნოთ ჩვენ პრობლემებთან, ჩვენ ქვეყანაში და თქვენ ისე დადიხართ სომხეთში, ევროპაში და გეუბნებით რომ მოდი ჩვენ საქმეს მივხედოთ. ხო და ჩვენ საქმეს მივხედოთ და გეუბნებით მაგრამ ბატონ სისტემაში რა შევცვალოთ და მადლობა. ბატონ გიორგი, მე საარჩევნო ბარიერი 2024-ის არჩევნებისთვის ჯერ კიდევ 2017 წელს ჩავწერეთ. არის ცოდით 24% ბარიერი იქნებოდა. კარგი, ბატონო. თვითონ ოცნება არ გააოქმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არ არის სულად პროპორციული სისტემა, ზუსტად იმის გამო რომ დასავლეთის ზეწოლა იყო, რომ კოალიციური მთავრობა როცა შეიქმნება, მე ყოველთვის უფრო ადვილად სამართავი ხარ, ვიდრე ერთპარტიული გარედან. ამის მაგალითები არა გვაქვს უნგრეთში, ამის მაგალითი არა გვაქვს რუმინეთში, ამის მაგალითი არა გვაქვს. არსად არა გვაქვს ჩვენ მაგალითი, როდესაც ერთმა პარტიამ, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოისყიდა ყველა დანარჩენი πολιτიკური პარტიები თითქმის ყველა ძირითადი პარტიები დამტკიცება არ ჭირდება ბატონ გიორგი ხა მოისყიდა არ უასხობს კაცო იმიტომ რომ არ ვიყიდებით არ ვიყიდებით და იმიტომ გასაგები ანუ ნაციონალურ მოძრაობა გაიყიდა გვარამია გაიყიდა
გვარამი არ გაიყიდა, ამაზე ხო ყველა შეხვედრა თანხმდებით. ამაზე ხო ყველა შენახებული ამ ქვეყანაში, ეს ხო ყველა მის რო გვარამი გაყიდულია. არა, ეხლა ესე ძალიან კონკრეტულ ადამიანს ასახელებ და ძალიან სერიოზული პრობლემა გაიყიდა რა არ ვარ 40 მილიონი საბაბე რაც დახარჯა გვარამი ამ ქვეყანაში 100 დახარჯა ვის რო თავრობები მოიცა მაროკული დახარჯა ეს აუცილებლად დახარჯა და ვერც 100 ადამიანი არ არის ეთერში და ადამიანი არ არის ეთერში და ვამბობთ გაიყიდა ხა რომ დახარჯა ესა იმას არ ნიშნავს რომ ის გაიყიდა და ხა საიდან მოიტანა მან 40 მილიონი მას კითხეთ. კარგით, მადლობა. ბატონ პატა, თქვენთან გადმოვა. ეკა, ვინ იყო, ვინ არის შემომწირველი? საქმეს მაგაში რა წერია? კარგით. ნუ ეს სხვა არის, გავშალოთ თქვენსკენ რომ გადმოვალთ. მე მინდა რომ ბატონ პატას ვკითხო პირველი. მაყურებელმა შენ შვის სახით მოიწერა, ასე ვთქვათ, მის მოსაზრება, ჩვენ ხო ყველა მაყურებლისთვის ვართ აქ, რომ აი ბატონ გიორგიო, მე მესმისო თქვენიო და სწორად ბრძანებთო, გეთანხმებათ, რომ ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვაგოთ პასუხი, მაგრამ როდესაც კლასში ვართ და მასწავლებელი გვსჯის, განგვსჯის და როდესაც მე 5-იანზე ვყვები ან 4-იანზე გაკვეთილს და მე ნიშანს მაკლებს და გვერდზე ჯლოყინით ყვება ვიღაც და იმას უწერსო 5-იან სწორია ესო ჩვენო ევროკავშირის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთო. კარგით, თქვენს ნაწილში მაგაზე გასცემთ პასუხს და ბატონ პატა. პირველი სინდისის პატიმრებზე მინდა ვკითხო, პატა მანჯგალაძეზე მინდა კიდევ დავა ზუსტო რომ აი არის განცდა რომ ეს ადამიანი ზის ასე ვთქვათ დაუმსახურებლად ეთერში უკაცრავად ციხეში და ღმერთს მაგთანს რომ მალე ეთერშიც დაჯდეს არაფერი არა ვარ ჩვენ მოხარულები ციხეში ვინმეს ყოფნის რომ დაუმსახურებლად უარგუმენტაციოთ და სამართლებრივი გამყარების გარეშე ხო იქ სამართლებრივი მდგენელისგან დაცლილია და პატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები აგერ ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვაებიც საუბრობენ და არა მხოლოდ და სინდისის პატიმრებზე ამას მოვაყოლე იმიტომ ამ საკითხს რომ აი ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებებია ამ პროცესში იმავე მანჯგალაძის პროცესთან დაკავშირებით მინდა რომ დავაზუსტო რომ ხო ხშირად აცხადებს ხოლმე თავად ხელისუფლება რომ ამ ჯგუფში იყო დასახელებულიო ესე მაგრამ ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უბრალოდ არ არის არგუმენტიო ამბობს სინდისის პატიმრებზე და ევროპის შენიშვნებზე. კი ბატონო, რაც შეეხება კონკრეტულად პატა მანჯგალაძეზე, მე შევიძლია როგორც ერთმა მოქალაქემ რა ვნახე, ხო? ამ ყველა ვადევნებდით, ხო? ეხლა ანონსი ქონდა 6 თვიანი, რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ და მეც დავჯექი ტელეეკრანებთან, აინტერესებდა როგორ დაიწყებდა და როგორ დაამთავრებდა, ხო? გამოვიდა ესე იგი თავარი ლაიტმოტივი რაც გაზდევდა რამდენიმე ორატორი იყო იდგა სცენაზე ხო იქ რუსთაველზე მათ შორის იყო პატა მანჯგალაძეც როგორც მახსოვს ხო არ ყოფილაო იმ დროს იყო კი თომასკურის და წავიდა სახში ხო ეხლა ეს დადგმა არის ესეთი ბოდიში ბატონო დადგმა იყო ჩვენ ახალგაზრდობაზე სულჩინ მაჩინის ქუდი ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა და ეჭვიანი მეუღლე იყო და სოლზე ეჭვიანობდა და იქ ვიღაცამ შეპირდა უჩინ მაჩინის ქუდს მოგცემო და ესე იგი რაღაც მიგანკარდიო ატარებდა რაღაც ოპერაციას ქრებოდა ეს ადამიანი ვითომ ვერავინ ხედავდა და არ ვიცი ხან პატა მარჯგალაძემ რა უჩინვაჩინიც ქუდი დაიხურა შემდეგ მაგრამ გადაცემები რაც იყო წინ ოპოზიციური ტელევიზიებში რაც გამოდიოდა და იქ რაც იყო ეს ადამიანი ეხლა რასაც თქვენ ბრძანებთ ბატონო გიორგი ხო ხა ადვოკატიკაც ბრძანებით და ჩახედული ამ ყველაფერში ხო სამართლებრივ პროცედურებში და ხო მაგ იმაში ეხლა ამას სასამართლო იქნება ხო ღია არის ესა ყველა შეუძლია დაასრულო და ეხლა რა ნაწილში არის პატა მანჯგალაძე დამნაშავე ხო ანუ დაცლილი არის სამართლებრივი არგუმენტებიდან და პოლიტიკური ნაწილით ხდება გიორგი წამოჭრა ეს გავიგე გიორგი თქვა რომ მეც გავარცევ. მეც ბატონო გიორგი მაგაზე თქვენ საკმაოდ ამოწმებად ილაპარაკეთ. წარდგენილი სასამართლოში სადაც ადგენს რომ ანუ მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის შემოქმედებასთან დაკავშირებით. ახლა მე მის კონკრეტულ ადვოკატად მე არ გავიგე და გაიმყვა მეთქე მე მაგასვია ხო უკვე რა უნდა გაირკვეს ხო ხო ნუ ახლა სასამართლო მე ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ რომ იქ იყო თავიდან მე აღარ იყო ხო განკრა თუ ის არის ორგანიზატორი ნიშნავს რომ შემსრულებლები იყვნენ ის აქციაზე მონაწილე ხალხი ყველა უნდა დაიჭირონ გამოდის იმის მიუხედავად
უბრალოდ მოქმედებდნენ თუ არ მოქმედებდნენ ხო გავიგე, კონკრეტულ ვინმეს აქვს რაღაცა ატა მაჯგალაძეს თუ კონკრეტულ ვინმეს რაღაცა მოცემულობა ისეთი რომ ატა მაჯგალაძეს უნდა თქვენ ამბობთ რომ არავითარი მონაწილეობა არ მიიღო მაშინ არ წარმოადგენს ეს ადამიანი საშიშროებას ხო და დანარჩენებს თუ აკავებენ და ამასაც ოღონდ მე როგორც ვიცი ცოტა სხვა მუხლით ხო ძალადობისკენ მოწოდება კარიყო კი ბატონო იქ არ დაახტოდა ერთი ხანდაზმული ისო არის რა ქვია ექიმი რო არის და ეგ რო დაახტოდა და რა ქვია ეზოში რო შევარდა იმის პრეზიდენტის ეზოში ესე არ ყოფილა პატა მაჯგალაძე მე არ დამინახია კი ბატონო მაგრამ რა ნაწილი შეაქვს წარდგენილი არა ის ხალხს ვეხმარებოდიო ბატონ ხო კარგად ეხმარებოდა ბატონობა აქ არა გვაქვს ვინმეს პერსონებთან აქ საუბარი არის რომ სასამართლო არის მიკერძოებული და ხშირად დაცლილი სამართლებრივი მდგენელისგან და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები იქნებაო გამოსტანილი და თქვენ თუ ეთანხმებით და შემდეგ ბატონ გიორგის აი აქ ესე იგი აი ეს პოლიტიკური მდგენელი არ თქვენ ბძანეთ რომ უბრალოდ დავები ხა ვისაინტერესებსო ხო მოდი შორის დავას რა თქმა უნდა არ შეერევა ხელისუფლება და არც სასამართლო კლანი არ იმუშავებს იმას დაკავშირებით აქ არის მნიშვნელოვანი ეს სასამართლო დავა ეხება თუ არა ხელისუფლებას ეს არის მნიშვნელოვანი ხელისუფლების წარმომადგენლის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი ეს არის მნიშვნელოვანი აქ ჩანს რეალურად სასამართლოს თავისუფლება აი რუსთავიორის საქმე ხო რუსთავიორის საქმე თუ არ იყო პოლიტიკური ხო მაშინ რა იყო ხო ეს ოპოზიციის მხრიდან და იგივე ევროკავშირის მხრიდან და იგივე მთელი სტრუქტურების მხრიდან ხო ანუ საქმე იყო ძალიან მარტივად რო თქვათ რა რაში რომ ედავებოდნენ ძველი ესე იგი ფლობელები რომ წაგვართვეს ნაციონალური მოძრაობის შემდეგ და რაც ახლა რუსთავი რუპორი იყო ნაციონალური მოძრაობის და შემდეგაც 2012 წლის მერე გასაგებია ხო გვარამია იყო იქ მომჯდარი და მოკლედ ეს ესე იყო ხო კაცო თუ ეს პოლიტიკური მდგენელი აქ ჭარბობდა ხო ეს ხო წაიღეს სტრასბურგში ხო სტრასბურგის სასამართლომ ხო განიხილა ხო იგივე მეორე მაგალითაც მოგიყვანთ ხო ხაზარაძე რო აბრალებდა ხელისუფლებას ამ ადამიანმა როცა ურცხვად 5 წელი დაგვაკარგინა ამ ანაკლიის პროექტის განხორციელებას. ახლა რამდენი ხანია ახლა რაც ყოველ წელს ჩვენ რაღაცა თუ თვარწდები 2023 წელს იყო ეს გადაწყვეტილება 23 წელს იყო თვარწდები ღარიბაშვილმა განაცხადა რომ ჩვენ უკვე დავიწყებთ შენობას მე 24 წელი მოვიდა 25 26 ამბობთ ბერს ხო ამოჩნდა ფოთში ვაპირებენ უკვე თემას და წელი რო ესე იგი ნარატივი იყო რომ არა რამდენი ხანია იყო ეს რომ რუსულმა ორმა რამდენი ხანია რაც ხელისუფლება მაიგო თავის თავზე რა მოვიდა სტრასბურგი გადაახტევინეს 650,000 ევრო. ხაზარაძეზე არ არის საუბარი, აქ კონსორციუმი არის და სხვა უგულავა საქართველოს წინააღმდეგ. გაანტყუნეს უგულავა. ესე იგი უგულავა სათოდობაცოვიდოთ ხო არა. არა, ხო და არა, ნახეთ, თქვენ ხო ადვოკატებს ზარდებთ, კაცო, სამართლებრივი ნორმებით უნდა ვისაუბროთ. თქვენ თუ დავამთავრე ორი წუთში. ორი სიტყვა, სამი ჩამოგითვალეთ, შენი ჭირიმე და თუ ვამბობთ რომ პოლიტიკურად მოტივირებული აი მიმდინარე საქმეა კარგი გაუშვით ეს საქმე აი სინდისის პატიმრებს რო ეძახით ხო ამ ხალხს ხო გააგზავნოთ მე სტრასბურგში ეს საქმე კი არის და რაც ჩამოვა წინასწარ გეტყვით რა გამომდინარე ამ საქმეებიდან რომ ხაზარაძეც ესე ამბობდა რომ რუსულმა ოცნებამ ჩაგვიშალაო ეკო და ყველა და მახსოვს მაშინ ჯერ ამერიკის საარბიტრაჟომ დააჯარიმა ხო სუპირველად ხო მე უიმან რა ქვია სტრასბურგმა ხო? ეხლა თუ ქართული ეხლა თუ როგორც ახლა იურისტი გეტყვით რომ ახლა ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო არ შედის კონკრეტული გადაწყვეტილების და განაჩენის შინაარსში ის ყოველდღე რაღაცა მაგრამ სამართლის სასამართლოს უფლება თუ დაერღვა მოქალაქეს თავში შეფარდეს მაგრამ პროკურატურიდან რთულია საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლოს სტრასბურგში ვერ მოახდინა მადლობა ირღვეოდა ადამიანის უფლებების შელოხოზე რა თქმა უნდა ამას გეუბნები ხო ერთი გაგრილება ვიხარით 2012 წლის მერე ერთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სადაც დადგინდა რომ არ სასამართლო პროცესებია ხო იცით ახლა ბატონო რამდენი ხანი გრძელდება ხო ზოგადად მიხეილ სტრასბურგის საქმე რატო არ მიაქვს
იმიტომ რომ დამთავრდება ისე როგორ დამთავრდა გვარამია საქმე და ნიკა მელია საქმე. აი რატომ რუსთავი ერთ ნახევარმარკიდა რუსთავიოზე არ გვინდა საუბარი. დღევანდელ მიმდინარე საქმეებზე ვისაუბრებთ. პრეზიდენტი არ არის. ბატონ ლადო, თქვენი პოზიციები და გიორგისთან უნდა გადაგიდეთ. რაც თქვენსაც თეორიას ეწინააღმდეგება და თუ შეიძლება ბატონ ლადოს მიცეთ რა სიტუაცია გვაქვს სასამართლოში, ამაზე ვისაუბროთ და ამაზე გამოვიტანოთ დასკვნები. სტრასბურგიდან გზავნილები, რომ აქ არ არის სწორად არ მიმდინარეობს ეს პროცესები, ხო? ერთი მაინც ხო, მაგრამ უყურეთ რაზე ვსაუბრობ. როცა არის საუბარი შარშანდელი 50000 დააჯარიმეს. ძირითადი დარღვევები, რაზეც მე ვსაუბრობ, არის სინდისის პატიმრები მაგალითად როდის გაჩნდნენ, როდი ერთი წამით მაქვს ხო ფლება ხო მაქვს უწოდო. სინდისის პატიმარი იყო მე რა როდიდან არიან ესენი, ხო, ანუ როდის წარმოიშვა არ არის სხვა რამე სვამო. ეს არის 2024 წლის 29 ნოემბრიდან, ხო? თუ სწორად ვთქვი 29 ნოემბერი, თუ 20 ნოემბერი იყო, როცა გააკეთა განცხადება საქართველოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროკავშირთან იმ რაღაც ასოცირებით და ასე შემდეგ რა აღარ მოყვებიან შეჩერებასთან დაკავშირებით და გამოვიდა ხალხი, იყო პროტესტი და ამის შემდგომ იყო ეს უკვე იყო რა თქმა უნდა ეს აქციები შვიდობიანი იყო თუ ძალადობება იყო გადაჭარბება რა თქმა უნდა ძალის როგორც პოლიციის მხრიდან რა თქმა უნდა აქციის მონაწილეების მხრიდანაც მე უბრალოდ ყოველთვის ვიტყვი რომ თუ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული მან უნდა აქვს პასუხი უბრალოდ ადამიანების ასამუდათი პოლიციელი დაშავებული არ უყურეთ რა არის პარლამენტის პირველი სართული გადამწვარი არის ვინ ჩაიდინა ეს უნდა დადგინდეს მაგაზე ვსაუბრობ მე არის კადრები რომ ვიღაცა ისვრის მაგალითად ფეიერვერკს ხო მაგალითად და არის დაზიანებული იყო იმ აქციების დროს და მისე შედაგობრივი კავშირი არის საუბარი კონკრეტულმა პირის ქმედებამ გამოიწვია თუ არა ეს დაზიანება ამაზე უნდა საუბრობთ ხო ხვდებით მაგალითად იგივე ნიღბის აკრძალვა იცით თქვენ ეს ამერიკული სტანდარტია ხო აქციების დროს და ევროპული სტანდარტი სწორედ მაგითო რომ თუ ადამიანი რამეს დააშავეს მე მისი იდენტიფიცირება ვაცადოთ ლადოს ვაცადოთ მე დაგიბრუნდეთ კი ბატონო ანალოგიურად შესაბამისი ნომრები რო გადააჭარბებენ თავისუფლება მოსილებას რომ ამოცნობა იყოს საშუალება ხო ანალოგიურად ნიღაბი არის ფარავ პოლიციელი არის დაკავებული მაგ აქციებიდან გამოდიოდა მაჩერი ადამიანი დაეკავებიათ რამდენი წელი ველოდებოდით ამას და რამდენი წელი ადამიანი უნდა ყოფილიყო დაკავებული თქვენი აზრით 5 ადამიანის მიერ იყო ეს გადასტომა ვინც გასობით ადამიანი დააზიანა 5 პოლიციელმა? არა. ვინც დააზიანა სასამართლოსთან დაკავშირებით. მე გითხარი, ვერ გაგრძელდება, ხო, ჩავედით სასამართლოში გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა, ხო, სამოქალაქო დაავადებაზე ლაპარაკობთ, ხო, ლაპარაკობთ სასამართლოს საქმეებზე, ხო? სადაც სახელმწიფო არის მხარე. სახელმწიფო არის მრავლდებელი, ხო? სახელმწიფო ითხოვს კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობას, აბა, ვინ ითხოვს? როცა სახელმწიფოსთან მიმართებაში ადამიანი მართლდება, ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ სასამართლოს თავისუფალია და სამართლიანია. ნახეთ ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა, მართლმსაჯულების ინდექსის, კანონის უზენაესობის, ბევრი სხვა, სად ვიყავით და სად ვართ. უკეთესი გვინდა კი ბატონო. ეხლა პოლიტიკურ საქმეებში პოლიტიკოსობა არ არის ხომ როგორ ერთი უდანაშაულო როგორ არ აღმოჩნდა ხო ხოიძახთ ამდენი პროცენტიაო ხო გახსოვთ თქვენ საგამოძიებო კომისია პარლამენტში რომელიც შეიქმნა რომელსაც გახსოვთ თეატრულუკიანი ხელმძღვანელობდა 99 წელს ეკა 1999 წელს არის მიღებული მაშტიელი მოქალაქეთა კავშირის გია ბარამიძეს და სააკაშვილების და დანარჩენების მიერ მიღებული კანონი რომ თუ საგამოძიებო კომისიაზე არ მოხვალ წახვალ მინიმუმ 1 წელი ციხეში რამდენი პოლიტიკოსი არ მოვიდა იმაზე კომისიაზე არ გამოცხადა ზუსტად იმიტომ რომ თვით დაპატიმრება ასე ვთქვათ გაეფორმებინათ რომ მე გვესაუბრა რომ აი პოლიტიკოსები ციხეში ზიან და ეს დემოკრატიული ქვეყანა არის და ასე შემდეგ მე პასუხისმგებელი სხვა არის მიცემულები მიდის გამოძიება დადგინდება რევოლუციის 4 სცენარი რაზეც გუშინაცაურობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბრის საქმე რო ავიღოთ ახლა და იცი თქვენ ორგანიზატორები ცალკე არიან დაკავებულები და მანდ ამას პატას იცავთ მანჯგალაძეს და კი ბატონო და დაიცავით არავინ არ გიშლით მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს აღიარეს დანაშაული და აზრი დამასრულებელი შეაჩვენებდა და ხმა გაუჩნდა 28 ოქტომბრის მერე 28 ნოემბრის მერე შეგახსენებთ რა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვინც კიდევ ვერ გაიგო პრემიერ-მინისტრმა განაცხადა შემდეგი რომ ჩვენ წელიწადში 4 ჯერ
იმიტომ რომ სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო. დაასრულეთ, არ დავაყენებთ საკითხს გაგვიხსნან მოლაპარაკებები, იმიტომ რომ წელიწადში 4-ჯერ არ ქონდეს რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის საბაბი, რომ აი კიდე არ გაგვიხსნეს და ასე შემდეგ. ამაზე იყო ლაპარაკი. გასაპროტესტო ეს ხალხი დღემდე არ ასიკრიბებიან კიდე დღემდე ვერ გავიქ. აგერ არის გრძელდება ევროკავშირთან თანამშრომლობაც, ურთიერთობაც, ვალდებულებების შესრულებაც. ვნახოთ, როდის გადაწყვიტავენ სამართლიანად, რომ ჩვენ ქვეყანას როგორც კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა სამართლიანად და წელიწადნახევრის მერე მოგვცეს, რომ იქნებ მანამდე ამ ნიადაგზე რევოლუცია მოხდარიყო ამ ქვეყანაში, როდის გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს. დაველოდოთ ჩვენ მადლობა გიორგი გენეტაძე. რომელიმე მგენელში, ეკონომიკაში და პოლიტიკურში რომელიმე კანდიდატი ქვეყანა ჩვენზე წინ არის, კი ბატონო. გასაგებია. თქვენი კონტრარგუმენტები ბატონ გიორგი და უკვე შეჯამებისკენ წავიდეთ ნენელა გადაცემა უნდა დავასრულო და თქვენი აზრი და შემდეგ გიორგის და ქართველი ხალხის არჩევანი რომ არის დასავლეთი და არა აღმოსავლეთი ეს ყველასთვის ცხადია და მარტო ისიც კი აშენებს მაგას რომ ჩვენი ემიგრანტების 85% დასავლეთშია და არა ჩინეთში და რუსეთში და ასე შემდეგ. ხო და ბატონო და თქვენ ვამბობთ ნახოთო ჩვენო ყველაფერს ვაკეთებთო რაღაც კანონს მივიღებთო იქ რაღაც წესრიგს შევცვლით ასე ისე რომ და ნახავთ მიგვიღებენ თუ არაო მოგცემენ კანდიდატს მიგვიღებენ თუ არა ხო მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირშიო და ასე შემდეგ მოდი რაც მთავარია ის გავაკეთოთ ჩვენ რომ დავემგვანოთ ევროპულ წესრიგს ნამდვილი ევროპულ წესრიგს მოდი რაც მთავარია ის გავაკეთოთ მოდი დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მართლობა რომ ერთ კაცი არ იყოს შემოკიდებული ყველა ძირითადი გაწყვეტილებები ამ ქვეყანაში. დავასრულოთ ამ ჩვენ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი. ჩავატაროთ წესიერი არჩევნები. შევქმნათ წესიერი, ავირჩიოთ წესიერი პარლამენტი. ჩამოვყალიბოთ კოალიციური მთავრობა. სასამართლოს მივხედოთ რომ მართლა არ იყოს აი ეს სადაო და კონკრეტულად გასარჩევი ვინ სად და როგორ სამართლიანად თუ სამართლოდ გაასამართლეს. ნამდვილი თვითონ არის 28 წლის არჩევნები საქართველოს ისე მოიგო მაინც კოალიციური მთავრობა ანუ არჩევნები მოიგო და ხელისუფლება თქვენ არჩევნები დღესაც რო ჩატაო შეიძლება დღესაც მოიგოთ მე ხომ მაგას არ ვიძახი რომ არჩევნებს საქართველოს შეიძლება ვერ მოიგოს შეიძლება მოიგოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები ისე რომ ყველა დანარჩენი ოპოზიცია მოსყიდული ყავდეთ ხალხს ყოილები ვეძახოთ ომის შიშის ქვეშ გავატარებინოთ არჩევნები ომში გვითრებენ ბოლო გამოვიდა რომ არც ერთი მტკიცებულება არ დაიდო თქვენი სიტყვით ომის შიში იყო 12-ის მოგებული არჩევნები 13 14 16 17 18 20 21 22 25 სად იყო ომი ეხლა ხო 20 და ომის შიშის ქვეშ ომში გვითრებენ შიშის ქვეშ ჩაგვატარებინეთ 24 წელს არჩევნები ეს გამოხდა თქვენი სიტყვების გარდა არც ერთი მტკიცებულება ამისთან და არც ერთი მტკიცებულება არ დადებულა და როგორ შეიძლება ამაში გენდოთ όσο ელემენტარულ ამაში ვერ ინდობით რომ ჩვენ დაორგანიზებულად მოხალისეები გაგვიგზავნა უკრაინაში. ამას რუსეთს საქართველოს მეგობრებო, გადაცემას დავასრულებ ახლა. გადაცემა უნდა დავასრულო. არა გვაქვს დრო, ბატონო, ასე არ არის. განსაზღვრულია რაღაცები და დისკუსიის დრო აღარ არის. აზრი დაასრულეთ ბატონ გიორგი. ხო და შემდეგ ამიტომ მარტო იმის ზახეს ევროპაში რაღაც შეცდომების ზებნას, ევროპის კრიტიკას დღე-დაღამე თავი დავანებოთ ჯობია ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, ჩვენ წესრიგს მივხედოთ და ჩვენ ადამიანებს მივხედოთ. თუ გვანებებს თავს ბატონო გიორგი, დანებებული გვაქვს თავი და ყველა რაც კარგია, რა თქვენ ბრძანებს. გადავინაცვლოთ მაშინ არა, შემაჯამებელი სიტყვებია და თუ დაასრულა ბატონმა გიორგიმ. ხო, აი მე თქვათ პასუხსაც გავცემ და ეს იქნება ჩემი ესე იგი საბოლოო სიტყვა ამ გადაცემაში იმედია. ხო და აი ბატონ გიორგი თქვენ ხშირად აპელირებთ ბატონ გიორგი თქვენ ხშირად აპელირებთ რომ აი ეს ოცნება კაცო მაგრამ ხალხის განწყობაც რო ეგეთი არის აი ხა ეს მიტინგები იქ რუსთაველზე რო რამდენიმე კაცი იკრიბება იგივე აი ეს 4 ოქტომბრის აქცია რო იყო ხო 300,000 მოვიდაო ხო გახსოვთ რომ იძახდნენ და რაღაც და რა 300,000 7,000 კაცი ძლივ შეაგროვეს 2 თვის განმავლობაში ანუ ეს განწყობა ხალხში რო იყო უსამართლობის იქ სუნცირე 50,000 კაცი მაინც არ მივიდოთ აგაცო 87 წლიდან რაც აქცია გამართულა ყველაზე ვარ ნამყოფი თითქმის ხო და არ არის ეს განცდა ხალხში და ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ იყოს ეს განცდა ხალხში არის განცდა მე გეტყვით რისიც რომ იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი მე როგორც რიგითი მოქალაქე სუნახევარი წუთი თქვენ გონია არა ვარ დაინტერესებული რომ ოპოზიცია იყოს ძალუმად უფრო წარმოდგენილი და უფრო ისმოდეს მისი ხმა ძალიან კარგად ეხლა თქვენს ოპოზიციონერები ხართ ამ ველზე ხართ მაგრამ ხართ კონსტრუქციული ადამიანები რომლებთან შეიძლება საუბარი და ამ საუბრისთვის
მე პირადად ყოველთვის ვზათავარ, ხო, ეს სტილობის, წესიერების, კულტურის ფარგლებში თუ იქნება, ხო? ხო და ამ ხალხს რო უყურებს, ჩემო კარგო, ტელევიზიით რო გამოდიან და რაღაც სისულელეებს რო იძახიან, კამედით მოვიწამლეთო, BBC-მ რაღაცა მონაჭორი რო გამოუშვა და გრიგოლიასთან, მე მისული რო იყო რესპონდენტი და ერთი წლის უკანო ჩემ იმასო თუთიყუშ ბუმბული გაცვიდაო და მე გრიგოლიამ რო თქვა რომ ზაღლიო, რა ქვია, მეგობრი ზაღლიო, ადრეო რო შევიდოდაო სახში ზაღლიო, ეკებებოდა მე მგონი სხვა რესპონდენტად მეგობარმა ხო თქვა და ეხლა ამაზე არა კაცო გრიგოლიას თავისი ის იყო ხო და დაამთავრე ბარემ რომ ამას რო ხალხი უსმენს შენიჭირიმე და იქ ზოგს ბუმბული გაცვიდა და ზოგს თმა არ ამოვიდა ხო მე რო ეს ხალხი განწყობილი არის ანალოგიური და აღარ მიდის ამის სანქციები ერთპიროვნულ მართლობაზე რას გეტყვით ერთპიროვნულ მართლობას რა შეეხება ხო გეტყვი რა ინტერაქტივი უნდა გამოვაცხადო არჩევნები როცა ტარდება ეუთო ოდირმა 24 წლის არჩევნები ჩათვალათ ლეგიტიმურად ჩატარებულად ხო იქიდან ეხა პაშინიანი რო არის და მატაკოსი და ისინი ჯერ დამთავრებული რო არისო და რო ჩავიდნენ და ამას ხელი კაცო პაშინიანთან თუ შეიძლება ესა რა ქვია ერთმა პარტია იყოს გამარჯვებული მართველი რატოა ჩვენთან მე ხო გითხარი დასაწყისს ეხლავე ეკა შემოგევლე მე ხო ვთქვი რომ მე გამიხარდება მეთქი ბატონო გიორგი თუ ოცნებასთან ერთად იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია კონსტრუქციული რომელსაც ექნება შენიშვნები აი ხალხ ჩვენ რაც გვაინტერესებს იმაზე და არა ვიღაცას ბუმბული გაცვიდა თუ ზაღმა მიალერსა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ერთი წინადადებით ლადო და ვასრულებთ გადაცემას დრო აღარ გვაქვს ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ევროკავშირს არამედ ბიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ თუმცა ეს არ თვლით ჩვენ თავარ გზას რომ გავაგრძელოთ სულ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. რაც შეეხება ურთიერთობების გაღრმავებას ჩინეთთან, ამერიკასთან, სხვასთან, ეს ჩვეულებრივი საგარეო პოლიტიკის ნაწილია და ეს ასე იქნება მომავალში. თავარი, რასაც გავაგრძელებთ, ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის ამ ქვეყანაში, სტაბილურობისთვის ამ ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და ვერანაირი ზეწოლა და შანტაჟი ჩვენ ამ გზიდან არ და ვერ გადაგვახვევთ. ბატონ გიორგი, თქვენს დაგრჩათ შემაჯამებელი და შემდეგ თუკლებას ვიტყვი ხო, აქ მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ აქ ვიძხედვართ მინდა რომ ჯეროდეს ამისი რომ ერთი მიზანი გვაქვს რომ საქართველოს იყოს განვითარებული, ძლიერი ეკონომიკურად და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ არაერთი პარტნიორი, რომელთანაც გვექნება ჩვენ ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა იყოს დამყარებული იმ გარანტიებზე, რა გარანტიებსაც ამ შემთხვევაში ჩვენ ჩინეთი ვერ გვთავაზობს და კიდე გამეორდები რომ გაიროს რეზოლუცია მათ ჩვენ რომ ჩინეთი ვერ ასრულებს ელემენტარულს რომ ხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაუჭიროს ხარი საქართველოს დევნთა საკითხის საქართველოს ტერიტორიულ ურთიერთობებს შეცდომაში შეყვანა ამაყურებელს უბრალოდ არ მისცა იმ კანონს დაბრუნება ხარი ანუ თავი შეიკავა როცა განიხილებოდა რეზოლუცია საქართველოს დევნილებთან დაკავშირებით ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვეწინააღმდეგით არავინ არც ერთი ქართველი არ ეწინააღმდეგება ვაჭრობას თუმცა სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ეს უნდა იყოს პარტნიორების გაზრდა უნახდებოდეს რა თქმა უნდა და არა ჩანაცვლება ამერიკა არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთი არ უნდა დავივიწყოთ მხოლოდ ჩინეთზე და ირანზე და რუსეთზე და ჩრდილოეთ კორეაზე არ დავივიწყოთ ორიენტირებული ადმინისტრაციასთან ჩვენი წარმომადგენლები ხო ხშირად ჩადიან ფაქტია რომ ორი წელია ხო ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობა აღარ აქვს უკვე ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამაზე ვსაუბრობთ მხოლოდ ბატონ გიორგი ხო ჩამოსულები ერთი კვირის არა ურთიერთობა გვაქვს ალბათ გულისხმობთ რომ ის ურთიერთობა არ არის სააკაშვილის დროს პოზიტიური სიგნალები იყო იგივე ამერიკელებისგან მე ესე დავინახე ტელევიზიით რა ვიცი კი ბატონო, მოდით დავასრულოთ გადაცემა რეპლიკის სახით თუ გინდა. ძალიან მოკლედ თქვენ იცით რომ ევროკავშირის მათ შორის ეკონომიკური მდგენელი აქვს, დღესაც ამ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ვიღმარი 280,000 ადამიანი, ამას აღიარებს სახელმწიფოც, ხელისუფლებაც, ყველა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, რომ შეგვიძლია ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და მე გამთლიანება, რაც არის ყველაზე მთავარი მიზანი ყველა ჩვენთან. საინტერესოა როგორ გამოიყურება ინტერაქტივი, რომელზეც ხმას აძლევდა ჩვენ მსმენელი და მაყურებელი სატელეფონო ზარით აფიქსირებდა უпростоრად თავის პოზიციას 1084 ზარი არის შემოსული 84 რეჟისორს თხოვ რომ კიდევ ერთხელ მიკარნახოს 84% არის დიახ როგორც ვიცი 3 მიჭის პასუხისგაცემა და არა
არა გახლავთ 13%, ასე გადანაწილდა ხმები იმ კითხვაზე მისაღებია თუ არა ხელისუფლების ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის კურსი. უმრავლესობა 84%-ის გადაწყვეტილებით სწორად პოზიციონირებს და ხელისუფლების კურსი ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში მათთვის მისაღებია. ასეთი იყო ჩვენი მაყურებლის პოზიციები. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ესეთი ჩართულობისათვის YouTube არხის მაყურებას განსაკუთრებით, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას აგზავნის პირდაპირ ეთერში. მათი პოზიციები, რა თქმა უნდა, ვცდილობთ რომ გავაჟღეროთ, თუმცა დისკუსიის ფორმატში ძნელია, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ესეთი მაღალი ინტერაქციისთვის. მე კიდევ ერთხელ ჩვენს რადიო მსმენელს, რადიოშიც გვისმენენ, ამიტომ ხშირად მაძლევენ შენიშვნას, რომ საჭესთან ვუსმენთო და ბოლოს აღარ აცხადებ, ვინ არისო. პაატა ლომთათიძე, პოლიტიკური მიმომხილველი, ლადო ბოჟაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი გვენეტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი რეხვიაშვილი, ადვოკატი, იურისტი იყვნენ დღევანდელი დისკუსიის წევრები. ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი საინტერესო დისკუსიისათვის, ასეთი ქრესტომატიული აზრთა ურთიერთგაცვლისა და დისპუტისათვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩემს ტექნიკურ ჯგუფს მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მიშო ბეგლარაშვილს, ბესო ქოქოსაძეს, ნინა შალამბერიძეს, ანი გოგატიშვილს, რომლებიც იმისათვის მუშაობენ მთელი თითქმის 2 საათის განმავლობაში, რომ ჩვენმა მსმენელმა, მაყურებელმა, YouTube გამომწერმა მიიღოს სრულფასოვანი პროდუქტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ეთერში იყო მათ და რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომლისთვისაც მუშაობთ ჩვენ და რომლისთვისაც ვოპერირებთ ზოგადად პოლიტიკაში თუ ჟურნალისტიკაში. მადლობა მათ. ჩვენ საზოგადოებას ეთერში იყო საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკუსია, დებატები ეკასეხნიაშვილთან ერთად. მე აუცილებლად დაგიბრუნდებით შემდეგ კვირებში. დროული კითხვები. ეკა